არასკევს რომელმაც დატოვა, ასე ვთქვათ, ციხე დაატოვებინეს გამთენიისას. იქნება ჩვენი სტუმარი, დაახლოებით 8-9 დღეა რა ზურა თავისუფლებაზეა, მას ჰქონდა შესაძლებლობა საკანს მიღმა არსებულ სამყაროზე მეტნაკლებად გარკვეული წარმოდგენები შეექმნა და წინა საახალწლოდ ყველას გვაინტერესებს მისი მოსაზრებები. ზოგადად არსებული სიტუაციის გათვალისწინებით არ ვართ განებიურებულები პოლიტიკური ლიდერების მხრიდან მათი ხედვების, მათი შეფასებების მოსმენაზე. მიშა და სოფო ჩვენ ესე იგი დღეს მქონდა ერთი ძალიან საინტერესო სიუჟეტი ეკონომიკაზე და მაღალ ფასებზე და ასე შემდეგ და სიუჟეტში გავიხსენეთ გიორგი ვაშაძის, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლების მთელი წყება. არა მარტო შინაარსობრივად ამ თემებზე, ბოლოს აი ციფრებით, პლაკატებით, რომ ვიზუალიზაციასაც ცდილობდნენ ისინი, რომ ყურადღება მიეპყრო და ფოკუსი გაესწორებინათ. მოდი დროებით შევეშვათ ამ თემაზე საუბარს. მარ-ა-ლაგოს ვრთავთ შეხვედრა პრეზიდენტებს ტრამპსა და ზელენსკის შორის. შეერთებულ შტატებში იმართება, ეს არის ტრამპის ფლორიდის მარ-ა-ლაგოს რეზიდენცია. ზელენსკი ჩავიდა შეერთებულ შტატებში კანადიდან, საიდანაც კანადის პრემიერ-მინისტრთან ერთად ვიდეო კონფერენცია გამართა ევროპელ ლიდერებთან, ნატოს ხელმძღვანელობასთან ერთად. ჟურნალისტები უსვამენ შეკითხვას, რა მოლოდინებია. უსმინოთ თუ გაკეთდება განცხადებები. კარგად არ მესმის განცხადებებში და არს. This gentleman has worked very hard. He's very brave, and his people are very brave. What they've gone through, no nation, very rarely has a nation ever had to go through this. So we're going to have a very good meeting today, I think, and I'm also calling President Putin back after the meeting, and we'll continue a negotiation. Pretty complex, but not that complex. I don't have deadlines. You know what my deadline is? Getting the war ended. You don't have deadlines. What a dumb question. ტრამპი საუბრობს იმის თაობაზე, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შეთანხმების მიღწევას. ეს უნდა იყოს მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ყველასთვის და სარგებლის მომტანი. თავარია შეწყდეს სამხედრო საომარი მოქმედებები, რომლის შედეგადაც ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება. ცდილობენ ტრამპს დააზუსტებინონ, აქვს თუ არა მას კვლავ რაიმე ტიპის დედლაინი, ანუ კონკრეტული თარიღი მსგავსი მოთხოვნებისა, რომელიც არსებობდა შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით. ტრამპის პასუხი იყო, რომ მას არ აქვს არანაირი დედლაინი. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ამ შეთანხმების ნაწილი აუცილებლად იქნება ძალიან მყარი უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და ამ შეთანხმების, ამ გარანტიების ნაწილი ასევე იქნება ევროპული სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები არა მარტო მოლაპარაკებებში, ასევე ამ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში. საუბარს იწყებს პრეზიდენტი ზელენსკი. პრეზიდენტი ზელენსკი აკეთებს შეერთებული შტატებისა და უკრაინის წარმომადგენლებს, გუნდებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ. ის ხას უსვავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი პროგრესი იქნა მიღწეული პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციისა და უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების პოზიციების დაახლოების კუთხით. და რომ მათ ექნება დღეს ძალიან საგნობრივი საუბარი ამ თემებთან დაკავშირებით.
Yes, we will discuss this point. And there are great economic benefits for Ukraine also, because there's a lot of rebuilding to do. There's a lot of wealth to be had. They have great wealth. Potentially, they have great wealth. They want to get started. პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს, რომ ჩამოყალიბებული წინადადებების თითქმის 90% უკვე არის შეთანხმებული. პრეზიდენტი ტრამპი ხას უსვავს, რომ მშვიდობის მიღწევის შემდეგ შეერთებული შტატები ევროპელ პარტნიორებთან ერთად ფიქრობს უკრაინის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის აღდგენაში აქტიურ მონაწილეობაში. In various parts of Russia. It looks to me like, I don't think it came from the Congo. I don't think it came from the United States of America. It possibly came from Ukraine, but I haven't asked that question. Maybe I won't probably ask it. President Trump's კითხეს პუტინის ბოლო განცხადებებთან და ფონთან დაკავშირებით, რადგან თავად პუტინი ბოლო ხანებში ხას უსვავს მის შეტევით, ასე ვთქვათ, გარკვეულ ოპერატიულ უპირატესობებს. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ხას უსვავს იმას, რომ თავად უკრაინელები არა მარტო კარგად იცავენ თავს, არამედ აღწევენ გარკვეულ წარმატებებს ამ მიმართულებით, ასე რომ პრეზიდენტი ტრამპი ფიქრობს, რომ არავის ამ მომენტისთვის რაღაც გადამწყვეტი უპირატესობა არ აქვს მოპოვებული. I think we're in final stages of talking, and we're going to see. Otherwise, it's going to go on for a long time. President Trump-ი ხას უსვავს იმას, რომ ორივე ქვეყნების ხალხებს სურთ მშვიდობის მიღწევა, ამის შემდეგ ის ახსენებს უკვე ამ ქვეყნების ლიდერების შესაბამის სურვილის არსებობასაც. ტრამპი ამბობს, რომ ისინი ფინალურ ფაზაში არიან ამ მოლაპარაკებების. თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული დროის მოკლე მონაკვეთში, მაშინ შეიძლება გაგრძელდეს, ანუ ომი შეიძლება გაგრძელდეს კიდევ საკმაოდ დიდხანს. We both want to see it end. I think we get it ended. Thank you very much, everybody. We'll see you, I think, at the end, but I do look forward here to speak to the Europeans. Trump's იმედია აქვს, რომ პროგრესი ძალიან დაჩქარებული ტემპით იქნება მიღწეული. ის ახსენებს მოლაპარაკებათა ჯგუფს ვიტკოფისა და კუშნერის მონაწილეობით, თვლის, რომ მათ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს და წინსვლას. ეს შეხვედრა უпроსორეთ მისალმების ეტაპი და განცხადებების ეტაპი დამთავრდა და პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლოს თქვა ასეთი რამ, რომ ზელენსკისთან მათი შეხვედრის შემდეგ მათ ასევე იქნებათ კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან, ნატოს ხელმძღვანელობასთან ერთად, როგორც ჩანს ასეთი ტიპის კონფერენციას, ვიდეო კონფერენციაც არის დაგეგმილი. ჩვენ სახელდახელოდ ვცდილობდით, რომ მოგვესმინა და გადაგვეთარგმნა პრეზიდენტ ტრამპის და ზელენსკის განცხადებები. სმენადობა იყო ძალიან ცუდი, ზოგადად ძალიან შორს იდგნენ, ასე ვთქვათ, მოსაუბრეები და ხმა ცუდად მოდიოდა, მაგრამ მე მგონი საუბრის ძირითად შინაარს დიდად არ ავწდით. მოლოდინები დიდია ამ შეხვედრასთან მიმართებაში. სოფო ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში დიპლომატიურ აქტივობასაც ვადევნებდით თვალს და მათ შორის პუტინის მცდელობას რეჩვენებინა, რომ მათ გარკვეული წარმატებები ჰქონდათ გუშინის სამხედრო კამუფლაჟის გენერალურ შტაბშიც იყო მისული და გენერალური შტაბის უფროსმა ჩააბარა ანგარიში, როგორ დაიპყრეს რაღაც ახალი ტერიტორიები. ამის პარალელურად ვნახეთ პირდაპირ მტკიცებულებები იგივე რამდენჯერმე ვითომ დაპყრობილი კუპიასკის გათავისუფლებისა და უკრაინელების მიერ სრული კონტროლის აღებასთან დაკავშირებით. ასეთი არის ფონი ამ შეხვედრის. ვნახოთ, ჩვენ დავიწყოთ ჩვენს თემებზე საუბარი, საქართველოზე საუბარი. რამდენიმე წუთში შემოგვიერთება, როგორც გითხარით, უკვე ზურა ჯაფარიძე და აქვე დავაანონსებ თავგადასავლის დღევანდელ სტუმრებსაც, უბრალოდ თათია ტოპურია, მათ სტუმრობდა ოჯახებში. ზურა აქ იქნება სტუდიაში, მაგრამ მისი არაერთი კოლეგა კვლავ ციხეშია, სრულიად უსამართლოდ და სამწუხაროდ ახალ წელს და შობას ისინი შეხვდებიან საპატიმროებში და მათ ოჯახები
ნიკა გვარამიას ოჯახში, ელენე ხოშტარიას ოჯახში, ირაკლი ოქრუაშვილის ოჯახში ჩავწერეთ ეს ინტერვიუები და თქვენ გელით თავგადასავალი კვირის ფორმულოს დამთავრების შემდეგ. რაც შეეხება წლევანდელი წლის მთავარი მოვლენების საერთაშორისო თუ დროებით შევეშვებით, თუმცა ეს პროცესი რა თქმა უნდა დიდ და მნიშვნელოვან გამსაზღვრო გავლენას ახდენს საქართველოში არსებული პოლიტიკურ პროცესზე, მაინც ეს არის ალბათ უკვე ავტორიტარული მართლობის რეჟიმიდან უკვე ტოტალიტარულის ელემენტების მატარებელ რეჟიმში გადასვლაზე ვსაუბრობთ ახლა ჩვენ ამის ბევრი პირდაპირი ნიშანი და მტკიცებულება არის მათ შორის კანონმდებლობის არა უბრალოდ გამკაცრების არამედ ტოტალიტარული სახელმწიფოებისათვის დამახასიათებელი ნორმებით ავსება შეგვიძლია ვთქვა და ამ ხრივ ესე ვთქვა ბოლო ესე ვთქვა მარწყვი თუ ალუბალი ამ ავტორიტარულ და ტოტალიტარულ ტორტზე იყო ეს ტროტუარზე პროტესტის გამოხატვის უფლების ფაქტობრივად აკრძალვა შეზღუდვა ეს სიტყვა უკვე არ შეესაბამება. თითქმის ყოველდღიურობად ჩვეულებრივ ამბად იქცა ქუჩაში გამოხატული პროტესტის გამო ადამიანების ციხეში გაგზავნა და იზოლატორებში ისევე როგორც სოციალურ ქსელებსა და Facebook-ზე განსაკუთრებით გამოხატული პოზიციების გამო ადამიანების დაპატიმრება, დაჯარიმებაზე კი აღარაფერს ვამბობთ. ამ მდგომარეობაში ვართ, ამ ფაზაში ვართ, მედიის მხრივაც ვიცით რომ საკმაოდ კრიტიკული სიტუაციაა ჩვენ სულ ვცდილობთ ხშირად საუბრობთ ხოლმე ტელევიზიაში ერთის მხრივ როგორ აღწეროთ ის სიტუაცია რომელშიც ვართ რეალურად ეს ვითარება მართლაც უკვე ძალიან მძიმეა მეორეს მხრივ შევინარჩუნოთ არა მარტო ენთუზიაზმი არამედ შესაძლებლობები და არ გავაჩინოთ განცდა იმისა რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ საკუთარი მოვალეობების შესრულებას არა მარტო ამ ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტები ოპერატორები პროდიუსერები მძღოლები ტექნიკური პერსონალი ყველა იმაზე გაცილებით მეც აკეთებს ვიდრე ეს ვინმეს ოდესმე წარმოედგინა და მისესანამ თქვენ მოგცემთ შესაძლებლობას რომ ასევე საკუთარი რეპლიკები წარმოთქვა და გამოიყენოთ მამა დოროთე მყავდა ეთერში ხოლმე მეყოლება სხვათა შორის და ასე რამე თქვა რომ ეს წელი ალბათ იმით იყო გამორჩეული ყველაზე მეტად რომ ადამიანებმა საკუთარი ახალი აღმოაჩინეს საკუთარი შესაძლებლობების ზღვარი ნახეს სადგადის და იმასაც გადააბიჯესო რა და ასეთივე სიტუაცია გვაქვს მედიაშიც ყველა ასე თქვა წესით კანონით ეკონომიკური თუ სხვა პარამეტრებით ჩვენ დიდი ხანია უკვე ეთერში აღარ უნდა ვიყოთ მაგრამ მაინც ვახერხებთ ამას და როგორი იმედებით ხვდებით ახალ წელს ვიშე ხო ძალიან თულ მდგომარეობაში ვართ მედია და ამ შემთხვევაში ჩვენ გვამოძრავებს არა რამე ბიზნეს მოტივაციები არც კორპორატიული მოვალეობები სიმართლე გითხრათ ამაზეც აღარ არის ეს ყველაფერი და არც სხვა კლასიკური მოტივატორები რაც შეიძლება იყოს რაღაც გამაძლიერებელი რწმენის რა რაც გეხმარება მერე გადარჩენაში რა. ამ შემთხვევაში ჩვენ კონკრეტულად ვიაზრებთ რომ ყოველდღიურად რეიტინგების შემოწმებით ჩვენ ვწმუნდებით იმაში რომ ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება და უყურებს ჩვენს მაუწყებლობას რომელშიც არაფერია რაღაცა ისა რა ქვია მართლა არაფერია ჩვენს ეთერს რო გადახედოთ მართლა არაფერი არ არის არც ერთი გადაცემა არ არის ისეთი რომ რა დავარქვათ მაგას აი ცოტა ფოკუსნიკური რა რომ მარტო იმაზე იყოს რომ ოღონდ თვალი შეიქციოს ადამიანისა ოღონდ ნამდვილია ასე ვიტყოდ ხო რა თავიდან ბოლომდე აქ რასაც ჩვენ ვაჩვენებთ ეს არის არხის ედიტორიალი ეს არის არხის გამოშვებები ეს არის ადამიანები სტუმრები რომლებისთვისაც ეს არხი არის პლატფორმა ესაუბრონ ადამიანებს და ყოველ დღე მე რომ ვნახულობთ ჩვენ რეიტინგებს რომ დაახლოებით რა ვიცი 10%-ზე მეტი 12% ხანდახან 13 ჩართული ტელევიზორების იყო ჩართული მთელი დღის მანძილზე საშუალოდ ფორმულაზე და ეს რომ ის არის რა ქვია მუდმივად მზარდია როგორ დაიწყო ნოლებიდან მთელი ეს პერიოდი და როგორ მოვედით აქამდე აქ ვწმუნდებით რომ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ უბრალოდ აქვს როგორ თქვა საზოგადოებრივი ღირებულება რა და ამ საზოგადოებრივ ღირებულებას
ჩვენი ცოტა როგორ თქვა, მოვალეობასაც ვეღარ დავარქვევ უკვე ამ ვითარებას, ცოტა ბედის წერა არის უფრო რა, რომ ეს მოვალეობა უნდა შევასრულოთ. ბიჭო, მე მგონი უნდა გაგაწყვეტინო, იმიტომ რომ შიგნითაც აკეთებს კომენტარს ტრამპი და რამდენთაც ეს გლობალური მოვლენაა, მოусმინოთ, შეიძლება უკეთ გავიგოთ. ტრამპს დაუთმობ სიტყვას. ტრამპს დაუთმობ სიტყვა. Behind you. ეს მარალაგოს რეზიდენცია მსონები რა თქმა უნდა დიდია გიორგი ახლა იქედა ყველა კადრს მედია შეეცდება რომ მოგწეს პირდაპირ ეთერში პუტინთან საუბარი მნიშვნელოვანია მაგნაცილში ეს ხო არაფერი იმის თქმა მინდოდა რომ მოკლედ რთული წელი გქონდა და რთული წლის მოლოდინში ვარ და რთული წელისთვის ვემზადებით მაგრამ ყველა შესაძლებლობას რაც კი შეიძლება არსებობდეს აქამდე ასე ვთქვათ, პრაქტიკაში ყოფი თუ რაღაცა ჯერ კიდევ რომ პირველად შეიძლება დაიტესტოს, ჩვენ მოვსინჯავთ იმისათვის რომ გადავრჩეთ და შევინარჩუნოთ ფუნქციონალური მაუწყებლობა შეძლების და გვარად რისი შესაძლებლობაც იქნება. ეხლა შესაძლებლობა რისი იქნება, მან როგორ თქვა, რთული ვითარებაა ძალიან და ამ წნეხის პირობებში ალბათ ძალიან რთული იქნება დიდი შესაძლებლობების ქონა, თუმცა გიორგიმ როგორც აღნიშნა რა, ყველანი ჩვენი შესაძლებლობის ზღვარს მიღმა, შევეცდებით რომ არაფერი მნიშვნელოვანი რაც მოხდება, არ დარჩეს ჩვენი ყურადღების მიღმა, იმ საჯარო ინტერესის მიღმა, რაც არსებობს ჩვენს მიმართ რა. კი, აი ხაც კადრში ჩვენი ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი ოპერატორი, რომელიც სტუდიაშია დაცლული, შემოვარდა პირობითად, რატომ? იმიტომ რომ სტუდიაში არსებული აპარატურისთვის მომსახურება რამდენიმე კამერის მას ერთს უწევს. ჩვენც მასთან ვადაპტირდებით. ესეთ შემთხვევები ბევრი გვიქნება, მაგრამ ადრე ამას ვეძახდით, სატელევიზიო ճუჭხს ვეძახდით. ეხლა ეს ճუჭხი კი არ არის არსებული რეალობის ასახვა არის და თავარი არის ამ შემთხვევაში ჩვენ შევინარჩუნოთ მაუწყებლობა იმ ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენებით, რომელიც გვაქვს და იმ ადამიანური რესურსის, რომლებიც ჯერ კიდევ ახერხებს დიდწილად ენთუზიაზმის, მაგრამ ძალიან შეზღუდული შესაძლებლობებით თავის საქმე აკეთოს და მადლობა უთხრათ მიშა, რა თქმა უნდა, ყველამ ერთად, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ფორმულას მაუწყებლობას უზრუნველყოფს ჟურნალისტით დაწყებული ტექნიკური პერსონალით გაგრძელებული ეს მათი დამსახურებაა რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვახერხებთ ასე თქვა ღია ეთერის შენერჩუნებას. დიდი მადლობა ყველას და მინდა ძალიან დიდი იმედი ვიქონიო რომ შევძლებთ რომ შემდეგი წელი რაღაცა გარკვეულ სტაბილურობაზე რაღაც სტაბილურობას იქნებ მივახციოთ რა რაღაცა ფორმა მოვძებნოთ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ასე ცხოვრება და ასე მუშაობა. ეს მინდა ვთქვა. სოფო და ზურად შემოგვიერთება მალე უკვე. კი ბატონო, ჩვენ ხშირად ვერიდებით ხოლმე ამ თემაზე საუბარს, რომ ზოგადი სურათი, რომ შევხედოთ ამ ქვეყანაში, არავისთვის არის მარტივი. ეს არის ძალიან რთული პერიოდი ამ ქვეყნისთვის და ყველას აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა. პირველ რიგში მე წლის ბოლო კვირის ფორმულაში შევეხმიანები სინდისის პატიმრებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი წლები, ხომ, გაიღეს, შეიძლება ითქვას, იმ მიზნის მიღწევისთვის, რომ ამ ქვეყანაში იყოს თავისუფალი სიტყვა, ამ ქვეყანაში იყოს ადამიანის უფლება დაცული. ისინი ახლა საგნებიდან გვიყურებენ და ამიტომ მათი მსხვერპლშეწირვა ძალიან დიდია. შესაბამისად ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა მათ და რა თქმა უნდა ამ ფონზე გიჭირს ადამიანს იმაზე საუბარი, რომ ყველგან პრობლემაა და რა თქმა უნდა პრობლემები აქვს კრიტიკულ მედიას, მაგრამ მიშამ თქვა, ხო, ეს არის მართლაც საზოგადოებრივი ღირებულება და ჩვენ ამ დრომდე ეს შევძელით ჩვენი პროფესიული მოვალეობები შეგვესრულებინა მაღალი საჯარო ინტერესის ფონზე კეთილსინდისიერად და ვეცდებით რომ ეს საქმიანობა გავაგრძელოთ ისევ პროფესიული ერთგულებით შეიძლება ითქვას და განცდით იმისა რომ იმას რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად იმაზე რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველდღიურად არის საჭიროება საზოგადოების მხრიდან და ამას ჩვენ ყოველდღიურად ხვდებით არა მარტო რეიტინგებით და მადლობა მაყურებელს პირველ რიგში იმისთვის რომ ირჩევს ფორმულას
ორმა ხელმძღვანელმა პირმა ტელევიზიის ჩემზე უკეთ თქვა ალბათ რა პრობლემები შეიძლება კონდეს ამ დროისთვის ტელეკომპანიას და ეს სახეზეა არ არის მარტივი პერიოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში სტუმარი რომელიც ახლა შემოგვერთება მის ფრაზას დავესესხები რომ ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთო ჩვენ ანუ საზოგადოება და ის საზოგადოება რომელშიც არის ყველა ადამიანის უფლება დაცული, უფლება რომ იყოს ინფორმირებული პირველ რიგში. თუ ეს შუქი ჩაქრა, გულისხმობ ინფორმაციის ხრელი თუ დაიხურა, ეს ნიშნავს რომ უკვე გაფორმდა ავტორიტარი. თუ ერთხელ ჩართავთ ტელევიზორებს და იქ არ დაგხვდებათ კრიტიკული მედია, სამწუხაროდ ეს არის ფინალი. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ეს ფინალი არ დადგება. არც მომავალ წელს და პირიქით არ დადგება არასდროს ამ ქვეყანაში. მე ასე ვიმედო, ეს არის ჩემი საახალწლო სურვილი, შეიძლება ითქვას და მე პირადად ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, რაც ჩემს ხელთ არის. ასეა ყველა ამ ტელევიზიაში. ნუ აღარ გავწელავთ, ასე ვთქვათ, არ გავაღიზიანოთ ჩვენი მაყურებელი, რომელიც ელის ზურა ჯაფარიძის პირველ ასე ვთქვათ დიდ სატელევიზიო გამოჩენას ზურას მოუხმოთ სტუდიაში პირადად რადგან არ გვინახავს ასე ვთქვათ სიამოვნებით ვივესალმებით ჩვენ აგვზივართ ზურა და ვწუწუნებთ ახლა იმაზე რომ ბევრი პრობლემა გვაქვს ტექნიკური სხვა ნუ ფინანსური უპირველეს ხომისა და ასე შემდეგ რეალობას აღწერთ თორე როდის წუწუნებთ ჩვენ ისე ვთქვი რა შენ უფრო ლაპარაკობ მაინც უფრო თუ ზურს აგავს მაგრამ ხალხიც ხვდება რა მდგომარეობაშიც მუშაობთ და მე ყოველთვის გვახსენდება რა მდგომარეობაშია ის ხალხი რომლებიც ახლა ციხესაპატიმროებში არიან გამოკეტილები სრულიად უსამართლოდ როგორ მდგომარეობაში არიან მათი ოჯახის წევრები და ამ ყველაფერს ან იმ ადამიანების მდგომარეობა რომლებმაც გამოიარეს ცემა წამება როგორც ირკვევა უკვე ქიმიური იარაღით და ნივთიერებით მოწამვლა და ამ კონტექსტის გათვალისწინებით მომენტალურად არა უბრალოდ სერიოზულდებით არამედ ხვდებით რომ ყველა რესურსი უნდა ავამოქმედოთ რომელიც გვაქვს ჩვენ ადამიანურის პროფესიონალურიც იმისთვის რომ იმ ბრძოლის ახალ ფაზაში გადავიდეთ, რომლის საბოლოო ეტაპი იქნება ავტორიტარული, ახლა უკვე ტოტალიტარული ნიშნების მახასიათებელი რეჟიმისგან გათავისუფლება და საქართველოს თავისუფლების უზრუნველყოფა, როგორც სახელმწიფოებრივ, ასე მოქალაქეობრივ დონეზე. გავიდა დაახლოებით 8-9 დღე, რაც თავისუფლებაზე ხარ, რამდენად შეესაბამება არსებული რეალობა, რომელსაც აღიქვა უკვე აი ამ შეხვედრებით, კონსულტაციებით, ქუჩაში დგომით, ხალხთან ურთიერთობით, პოლიტიკოსებთან, მოთამაშეებთან და ასე შემდეგ, იმ წარმოდგენებისგან, რომელიც ქონდა, როდესაც არსებულ ვითარებას საკნიდან ადევნებდი თვალს. მოგესალმებით პირველ რიგში ძალიან მიხარია. რომ დაუბრუნდი აქ, მოვიკითხავ ყველას რუსთავში იქნება თუ გდანში, ვინც ციხეში არიან. რადგან საუბრობდი მოდი მასზე გეტყვით ერთ იდეა გამიშთა რა მინიმუმ მგონია რომ რადგან გასაკეთებელი ერთი ფანდრაიზერი გჭირდებათ ანუ ადამიანი რომელიც პასუხისმგებელი იქნება კონკრეტულად ფინანსების მობილიზებაზე რა უცებრად იდეაც გამიშთა მე ვაკეთებ მაგას 2018 წლიდან ჩემი პარტიისთვის ეგ არ ნიშნავს რომ ეგ მოგიგვარებთ ყველა პრობლემას მაგრამ დიდი შანსია რომ მაგან შეგივსუბუქოთ რაღაც თვალსაზრისით მაინც რა რთული ამბავი არის მე ძალიან გამიჭირდა თავის ძოზე 2018-ში როცა თხოვნა დავიწყე ფულის რაღაცებზე გადაბიჯება მომიწია არ არის მარტივი ამბავი არ ვარ შეჩეული მაგ ამბავს არ არის ჩვენთან კულტურა დამკვიდრებული მაგრამ ერთი რამე რასაც მივხვდი არის ის რომ უნდა თხოვო რა თუ არ თხოვ და არ უხსნი რა შეგჭირდება ვერასდროს რო ნაკლები შანსია რომ მოხდეს ვიცი რომ გაქვს რაღაც კამპანია ხედავდი ხოლმე თქვენ იმას რაღაც QR კოდს და რაღაც მაგრამ ეგ არ არის საკმარისი ანუ ეგ რაღაცა ისეთი შაბლონური კამპანია არის და მაგას ჭირდება ჩემი ფანდრაიზინგის ძირითადი ნაწილი მოდის P2P-ზე, ანუ პერსონალურ კონტაქტებზე. ელაპარაკები ადამიანს, მე ყავს ადამიანი, რომელიც მაგითი არის მარტო დაკავებული უკვე რამდენიმე წელია და ყველა ვარიანტი ღირს რო ცადეთ. შენ რო დაახლოებით 2 თვის წინ მიშას წვერში ჭაღარების რაოდენობა და დღემდე შეგედარები და მიხვდებოდი რომ მაგ პროცესში ახლა ეს კაცი, მაგრამ იმასაც ხვდები ამ ეტაპზე შედეგი დაახლოებით როგორი არის. კი. ყოველთვის იმის თქვა მინდა რომ დაი სოციალებში კი შეიძლება თუნდაც ემიგრაციაზე მუშაობა მაგხრივ და არა რაღაცა მაინც და მაინც მსხვილი ვიღაცის ძებნა, არამედ რაღაცა დიდ რაოდენობაზე გათხრა. ეს უბრალოდ ისე მომივიდა თავში. კი, არის ეგრესია მაგასაც მუშაობთ ხო. მე თუ გინდა ჩემ გამოცდებასაც მათ შორის იმას ვიზარ. ეგ ვიცი რომ შენ გაკე გამოცდება. მნიშვნელოვანი ამბავი არის. კარგი, ალბათ შეეხება ორი რამე რაც თვალშისაცემი არის ეგრევე არის ის რომ ერთი რომ ბევრი თვალსაზრისით უფრო მძიმე სიტუაცია ვიდრე
სანამ დამიჭერდნენ იყო, რაც მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ გასაგებია რომ რეჟიმი რაღაც კონსოლიდაცია ძალაუფლების და თავარი ფაქტორი რაც არის შიში ადამიანებზე მოქმედებს და ეს გავლენა ჩანს, მაგრამ მეორე მხრივ რაც ჩანს ასევე რაც ჩემს პირიქით პოზიტივი არის რომ ბევრი ადამიანი დაცლილია, რაც ეს პროტესტში ვინც არის ადამიანები დაცლილები არიან რაღაცა ილუზიებიდან, რომელიც ჯერ კიდე არსებობდა ბევრ რაღაცებთან მიმართებაში. მათ შორის ჩემთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რაც წლებია ვლაპარაკობდი რა რაღაცა ერთობა და ძალების გაერთიანება არის მნიშვნელოვანი, მაგ მართლებითაც ვახედავ რომ რაღაც ილუზიები თუ კიდე არსებობდა აქამდე რომ მაგის გარეშე შეიძლება კიდე რაღაც მიღწევა, მაგათი ეგ ილუზიები არ არის. თვითონ რეჟიმი რა ბუნების არის, მაგასთან დაკავშირებით თუ კიდე იმას რამე ილუზია ქონდა, ეგ ილუზიებიც არ არის. გასწრებით მეტი ადამიანი ვნახე ხლა ამ დღეებში და ყოველ დღე შეხვედრები პრაქტიკულად, ვინც მელაპარაკება იმაზე, რომ ეს არის რუსული რეჟიმი, რომლებიც მანამდე ფიქრობდნენ, რომ ეს არის უბრალოდ ვიღაცა დიქტატორი, რომელსაც ძალაუფლების შენარჩუნება უნდა და ამის იქით მეტი არაფერი არ არის. ხო, აი მაგ ხრივ რაღაცები შეცვლილი არის კი. არა ნუ რა რო გითხრათ რომ რაღაცა პესიმისტურად უყურებთ ხო ოდნავადაც არ უყურებ პესიმისტურად ანუ ერთი რაც ხდება მოსალოდნელი იყო და ამას ხედავდი და ჩემს გარდაც ბევრი ხედავდა და ვამბობდით რომ ტრაექტორია აქეთკენ მივდივართ მაგრამ ისევე მჯერა იმისი რასაც მანამდე მჯეროდა რაც ბევრჯერ მithქვას რომ ამ ქვეყნიდან რუსეთი არ გამოვიდა არის გამორიცხული ამბავი ბევრი მიზეზების გამო ყველა სიმპტომი ამ გზაზე დამძიმების რაც კრემლის წიგნში ეწერა ივანიშვილმა პრინციპში გამოიყენა მას ერთადერთი დარჩა ქუჩაში ტყვის სროლა, რაც რუსეთში არის კონკრეტული პირების განეიტრალების მცდელობის შემდგომ, ოპოზიციის ლიდერები იქნებოდა ეს თუ ჟურნალისტები, მან ასეც მოიშორა პირადი ოპონენტები, როგორც მიაჩნდა. სხვა ყველა აქ დამძიმება, როგორც თქვენ თქვით, აქ სახეზეა ზურა. სხვაობა არის ის, რომ ერთ წელზე მეტია პროტესტი მაინც ქუჩაშია. და პოლიტიკური ძალები დასუსტებული, მაგრამ თან გაძლიერებული, რაღაცნაირ გზების ძიებაზე კონსოლიდირებული. თქვენ დაანონსეთ ციხიდანვე დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, ეს ერთი კვირა ალბათ გამოიყენეთ ამისთვის, რა გამოდის ამ პროცესიდან? აი, კონკრეტული შედეგი მაინტერესებს, თუ ხედავთ ამას ახლო მომავალში, იმიტომ რომ ხო, თქვენ დაგრჩებოდათ შტაბ-ეჭილება, მეც ასეთ შტაბ-ეჭილება რჩება ტელეეთერებში, ყველა თითქოს მზად არის ამ ერთობისთვის და საბოლოო ჯამში შედეგი არ დგას ხოლმე, არ დგება ხოლმე. აი მაინც კონკრეტული ნაბიჯები მე შეხვედრები ჯერ არ დამისრულებია ხვალაც დაწყებული დილის 11 და მთელი დღე შეხვედრები მაქვს და ზეგინდელი ნახევარი დღეს დაგეგმილი მაქვს და კიდევ ვინც მაქვს დარჩენილი დიდი სია საკმაოდ ადამიანების ეს არ არის მარტო პარტიებთან პრინციპში დავასრულე პარტიებთან შეხვედრები მქონდა პარტიების გარდა არის სამოქალაქო სექტორი არის უამრავი აქტივისტური ჯგუფები და ცალკეული ადამიანებიც არის ან ყველას მინდა შევხვდები თუ იქიდან უყურებდი შეიძლება რაღაც არც აქტივისტად თვლიდეს ადამიანი თავს არც რაღაც ჯგუფს მიეკუთვნება ნებოდეს არც რაღაც ორგანიზაციას, მაგრამ უსმენ და რამდენიმე ეგეთი იყო და დაჟე იქიდან კიდევაც წერდი კიდევაც, რომ აი რა ვიცი, ხშირად ხშირად ილაპარაკეთ, იმიტომ რომ ჩანს, რომ რაღაცა გულწრფელობა მოდიოდა ამ ადამიანებისგან, პროტესტანტები არიან, დემონსტრანტები არიან, რომელიც რუსთაველზე არიან, მაგრამ ხან კომენტარს მოვისმენდი, ხან სტუდიაში დაუძახებდი და თქვენთან საუბრიზოს ხედავდი, რომ რაღაც გულწრფელობა მოდიოდა ის, რომ ნაფიქრი აქვს მართლა რაღაცებზე, ჩანდა, რომ მართლა გაბრაზებულია, მართლა რაღაც დაუგროვდა სათქმე და უნდა რომ თქვას და იქიდანაც ვეხმარებოდი ხომ რომ აი რაღაც იქნებ ხშირად გამოჩნდა და იქნებ ხშირად ილაპარაკო. ან ყველა ეგეთ ადამიანს მინდა შევხვდე და დაველაპარაკო. რაც ჩანს და რაც ჩანდა იქიდან და რაზეც ახლა ყველას ველაპარაკები არის რაღაცები, რაც ჩემი აზრით აკლია ამ პროცესს, რომელიც ამ პროცესს გონია, რომ თუ გავაჩენთ ამ რაღაცებს, ამ პროცესს გამოაცოცხლებს და აი ხშირად რაც ისმის, რომ პროტესტი არასდროს არ წასვლა და ბრაზი ისე ვარ უბრალოდ ხალხის სახში ზის და რაღაცა აი გონია, რომ ახალს ქუჩაში გამოიყვანს. ბევრი რამე შემიძლია ხა ჩამოთვალოთ, არ მინდა მთელი ეთერი მაგაზე ვილაპარაკო, იმიტომ რომ მაგაზე მინდა რომ რაღაც საჯაროდ მოვყვი კიდე ამ შეხვედრას დავამთავრებ, მაგრამ შემიძლია ორი რამე გითხრათ, რაც ჩემი აზრით ყველაზე პრინციპალური მნიშვნელობის არის. ერთი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო კონსენსუსი არის ზოგად სტრატეგიულ ხაზებზე ეს არის ის რომ არ თანამშრომლობთ რეჟიმთან ეს არის ის რომ გარედან წრეხი არის მნიშვნელოვანი და ეს არის ის რომ პროტესტი უნდა გაიზარდოს ამაზე არის სრული კონსენსუსი ყველა მაგას იძახის გარდა იმისა თქვა მოთხოვნებზეც ასევე სრული კონსენსუსია რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდეს და ახალი არჩევნები უნდა ჩაინიშნოს მათ შორის რომელიც იქნება ჩვენი წესები და არა რეჟიმის წესები რაც არ ჩანს აი ამ სტრატეგიულ ხაზებსაც აკლია ის რომ ერთი რომ ვერ ხედავთ პროცესში აი ამ სამ რაღაცას ვაკეთებთ რავი აი მეც პირადად ხო რაღაცა გარეთ კონტაქტებს ვინარჩუნებ პროტესტშიც ვარ ჩართული და არ თანამშრომლობ რეჟიმთან ამის შედეგი რა არის წინ მივდივართ
ვიზდებით, ძლიერდებით, თუ ერთ ადგილს ვტკეპნით, თუ პირიქით სუსტებით, ეს პროგრესი არ იზომება. მე სრული განცდა მაქვს, რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ვიზდებით. ან მგონია, რომ საერთოდ არაფერი არ გავაკეთოთ, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ვიზდებით მხარდაჭერის თვალსაზრისით, სულ უფრო მეტი ადამიანი არის გაბრაზებული რეჟიმზე. უბრალოდ მარტო იმათ ყველაფერს თავი დაანება, ის სულ თავი დაანებო, რაც ხდება ადამიანების წამება, ქიმიურ გამოყენება, რუსეთი, ისა, ყველაფერი როგორ ზედა, უბრალოდ მეოთხე ვადაზე არიან და შეუძლებელია, რომ ესენი ქვემოთ არ მოდიოდნენ. და ჩვენ აქეთ ზემოთ არ მივდებით, მაგრამ მაგის მიღმაც მგონია, რომ უბრალოდ ვერ ვაჩვენებთ ამას. ვერ ვაჩვენებთ, წინათ პრობლემა მგონია, რომ გზას ვერ ვაჩვენებთ, გზა და გზა, რომ ჩვენ ვიზდებით, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს არის სწორი. მაგის ჩვენება და ილუსტრირება, საჯარო დემონსტრირება მგონია მნიშვნელოვანი. ადრეც მithქვათ, ბერჯერო, ჩვენ ყოველ ჯერზე როცა ქუჩაში ბევრი გამოდივართ, ხალხი იმუხტება, ხვდება რომ ეს პროტესტი ასაცაცოა, ისე ვართ, ოღონდ როგორც კი რაღაცა პერიოდის განმავლობაში დიდი აქცია არ არის, რაღაცნაირად ჩავქიმავთ ხოლმე და ისე ქვემოთ მივდივარ და ჩვენ გვაქვს მოსაფიქრებელი გზა, მე მაქვს რაღაცა იდეები ხარ მინდა მაგის მოყოლა, მაგრამ მოსაფიქრებელი გზა როგორ შევა მოვახდინოთ საჯარო დემონსტრირება იმისა, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობაში, იმიტომ თავარი ტყუილი მათი არის ის, რომ ვითომ ისინი არიან უმრავლესობაში და ჩვენ ვიზდებით. ეგ არის გონია რომ ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს მაგას რომ ეს მოვახერხოთ და დავასრულებ მეორე სიტყვა მე იმას ვქო. მეორე ამბავი არის ბოლო ფინალური აქტი არის გაუგებარი. ჩვენ კი ვიძახეთ რეჟიმი ჩამოიშლება, ოღონდ ეს რეჟიმის ჩამოშლა რა არის? როგორ შევა მივხვდე რომ ეგ ხო მართლა რთული ამბავია, რთული ამბავი გაგებით რომ ესეთი რეჟიმები შეიძლება ხვალ ჩამოიშალოს. აი საერთოდ არ ველოდე და უცებ ჩამოიფშნა, ხო საბჭოთა კავშირი დაიშალა ეგრე, ხო? ან შეიძლება რაღაცა პერიოდი გაგრძელდეს და ისე რომ ისინი მუდმივად არიან მაგის დემონსტრირების იმაში, რომ ჩვენ მყარად გავართ, ეს არის შეკრული გუნდი, პირიქით რაღაცა გედმეტად ზალადობს და განახებს თავხედურად, რომ აი რაც ყველაფერი გაუვა, სულ მაგას გაჩვენებს და უცებ შეიძლება ჩამოიფშნა რა. მნიშვნელოვანი არის ადამიანებს ესმოდეთ, როგორ მიდიხარ მაგ წერტილამდე, რა არის აი ეს რაღაცა ჩამოფშნის, ჩამოშლის მომენტი რა არის და მანდაც მე მგონია და რასაც ხა ველაპარაკები ამ დღის განმავლობაში ყველა მაღაზიამ მეთანხმება რომ საბოლოო ჯამში ეგ არის ისევ ქუჩაში რაც შეება მეტი ადამიანი. სხვა არაფერი არ აქვს, ეს არის ქუჩაში ბევრი ადამიანი. ერთ-ერთი სადაც ეხლაც კიდე დავიჭირე რომ ვიღაცებს ვწდებოდი არის ის რომ მაინც გაურბით იმისკენ რომ აი ქუჩაში ბევრი ადამიანი რომ გამოვა, რაღაცნაირად მიდიან იქ რომ ეს ბევრი ადამიანი რაღაცაში უნდა გამოიყენო, რაღაცა უნდა გააკეთებინო ამ ადამიანებს და ხო აი მან ვწდებით ვიღაცებს, მაგრამ მგონია რომ მაგის გასწორება შესაძლებელია, იმიტომ რომ სინამდვილეში რა ბევრი ლიტერატურა წავიკითხე მათ შორის, იქაც ვკითხულობდი, თუ კი რამე არსებობს ამ თემაზე, ყველაფერი მაქვს წაკითხული მოკლედ რა და ჩვენი მეცნიერებაა და არაფერი სხვა არ არის. საბოლოო ჯამში მთელი სტრატეგიის სამოცანა არის ის რომ შენ გამოყავს, გამოვიყვანეთ, აი კითხვა რო არის ხომ რაღაცა 200.000 ვიყავით და არ იყო 200.000, რა 200.000-ზე ბრუნდებით უკან სახში და ვიწყებთ მუშაობას იმაზე რომ შემდეგზე ვიყოთ 300. არ ეყოფა 300, 700.000 ბრუნდებით სახში და ვიწყებთ მუშაობას იმაზე რომ შემდეგზე გამოვიდეთ 400. არ ეყოფა 400, ბრუნდებით და მანამ სანამ რეჟიმი არ გაჩერდება და რეჟიმი არ ჩამოიშლება. სხვანაირად შეიძლება კი დაუხსნა, არ ვიცი მიდან. ოპერიდან თავისუფლებამდე არ იყო რა ედონობა, ფილარმონიდან თავისუფლებამდე უნდა გამოვიდეთ. ყველა მაღაზია მუშაობ, ფილარმონიდან თავისუფლებამდე არ იყო, თესეუდან თავისუფლებამდე. თესეუ არ იყოფა, ვაკის პარკიდან თავისუფლებამდე. ვაკის პარკიდან თავისუფლებამდე არ იყოფა, საქმე არის ეგ. გამოდივარ დელისიდან თავისუფლებამდე, მე შეიძლება თავი დავდო, ბავშვები დავიფიცო და ყველაფერი შეიძლება დავდო, დელისიდან თავისუფლებამდე თუ გამოვალთ, დედა აღარ ეყოლებათ. აი შემიძლია თავი დავდო. არაფერი სხვა არ არის საჭირო, მარტო ეგ არის საჭირო. და კიდე გავიმეორებ, რომ ეს არა ჩემი ამბავი, ეს არის ჩვენი მეცნიერება და შესწავლილი და დათვლილია პროცენტებში საშუალოდ რა რაოდენობის ადამიანი გამოიყვანო, რომ რეჟიმი გააჩერო ქვეყანა და რეჟიმი ჩამოიშალოს. და დელისთან თავისუფლად თუ გამოვალთ, ჩათვალე და დამთავრებულები არიან ეგრე. ოღონდ ეგ არის საქმე, ეგ არის ამოცანა. ყველა უნდა იყოს მაგაზე გადართული. ყველა მედიაც მათ შორის და ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც რაღაც ავტორიტეტი გააჩნია სოციუმის რაღაცა ნაწილში, ყველა მუშაობთ მარტო მაგაზე. ერთმანეთს კი არ ვასწავლით. ეხლა რასაც იქიდან ჩანს გვერდიდან არის, რომ ერთმანეთს ვარიგებთ ჭკუას რა არის საკეთებელი. და არავის ეგ არ არის ამბავი, არ ყველა მუშაობთ იმაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხი გამოვიყავთ. რაც გინდა ისაკეთებ. მე მასწავლი რა არის გასაკეთებელი. მე მასწავლი რომ პირობითად ახლა ყუში მოხდა, იმიტომ რომ რაც მე ინფლაციაზე მაქვს ნალაპარაკები და ფასების და პრობლემა არის და ხა შოუს დგამენ ესენი რომ ვითომ ეხა ფასებს ებზიან, მაგრამ ასე მაგაზე მაქვს ნალაპარაკები, მაგრამ ვიღაცას თუ ჯერა რომ ფასებზე ლაპარაკი, მაღალ ფასებზე ლაპარაკი ხალხს გამოიყოს ქუჩაში, ილაპარაკოს მაღალ ფასებზე და გამოიყენოს ხალხი ქუჩაში. რა მნიშვნელობა არ აქვს, თავარი ხალხი თავარი სტრატეგიაზე შეფასებული მესეჯი არ არის საჭირო ზურა. მე მგონია მაგნაწილში არ არის. კონსოლიდური მესეჯები შეიძლება ქონდეს სხვა საკითხებზე მიმართებაში, მაგრამ თუ ხედავს ვიღაცა და ჯერა მაგისო ხალხს ეს გამოიყენოს, პირიქით ამბავე, მე მგონია
ბევრი სხვადასხვა რაღაცები ვცადოთ რა. მე მგონი რომ თავარი შიშის დაძლევა არის. მე ვაპირებ რომ მაგაზე ვილაპარაკო. ოღონდ ადამიანებს ვილაპარაკო და არა ვიღაცას ვასწავლო. ყოლა შენც მაგაზე ვილაპარაკებ, მაგრამ თუ მე ამაზე ვილაპარაკებ, ვიღაცა სხვაზე ვილაპარაკებს, ვიღაცა და ვიცი 200 რაღაცაზე ვილაპარაკებ, ხო გამოჩნდება, მაგრამ ეგ ხო მართლა გასაკეთებელი, ხო გამოჩნდება, რომ თურმე ამაზე კი არის საჭირო ლაპარაკი. აი ამაზე არის საჭირო ლაპარაკი და ამას გამოყავს ხალხი ქუჩაში. ოკეი რა, უფრო მეტი ადამიანი ვილაპარაკებს, მაშინ მაგ თემაზე. თუ გამოჩნდება, რომ თქვენს ეთერში არის ამაზე ლაპარაკი ნიშნული და ამას გამოყავს, თქვენს ეთერში ვილაპარაკებ ამაზე, მაგრამ თუ გამოჩნდება თქვენს ეთერში ამაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ TikTok-ს თუ ჩავთო, TikTok-ზე ლაპარაკს აღსაზი მაგას გამოყავს. მაშინ გავიგებ, რომ მე უნდა ჩავთო TikTok-ი და TikTok-ზე უნდა ვილაპარაკო. აუ, ეგ არის ჩემი აზრით საკეთებელი. თავარი არის და გონი რომ ეგ არის შეთანხმებადი. რომ მაგაზე შევთანხმდით, რომ თავარი ამბავი არის ქუჩაში ხალხის გამოყვანა. და ყველა უნდა გადავერთოთ მაგაზე, უნდა იყოს ჩვენი საქმე. და ერთმანეთს კი უნდა ვასწავლოთ რა უნდა აკეთო ამისთვის. უნდა ვაკეთოთ და ვანახოთ ერთმანეთს, რომ შენ რომ მაგას აკეთებ, მაგას არ გამოყავს ხალხი ქუჩაში, მაგას აზრი არ აქვს. ეს არის საკეთებელი, რომ ამას გამოყავს ხალხი ქუჩაში. ზურაბ, შენ თქვი ახლა ასეთი თეზა, რომ შენ ხარ დარწმუნებული, რომ ქვეყანაში ქართული ოცნების და ივანიშვილის რეჟიმით უკმაყოფილოთა რაოდენობა იზრდება. კი. მეც ასე ვფიქრობ. ბევრი მიზეზი არსებობს ამისთვის, მათ შორის ეს მიზეზები უკავშირდება თავად ქართული ოცნების შიგნით ივანიშვილის მიერ დაწყებული წმენდისა და რეპრესიების რაღაც 37 წელო უფრო რბილი, მაგრამ მაინც ეტაპს და ფაზას. შეუძლებელია ეს ნეგატიურ გავლენას არ ახდენს, ეგ უშინი დგა მაგალითად სუსის უფროსთან დაახლოებული სინოდის ერთ-ერთი წევრი მიტროპოლიტი და ყვებოდა რომ აი მეტი ერთგულება როგორი უნდა წარმოვიდგინოს ადამიანმა მისი სახელის ხსენების დროსო ფეხზე დგებოდა ლილუაშვილი და ამბობდა ჩემი მასწავლებელია, ხო? პედაგოგი. გაუგნებულია ხალხი. ეს გაუგნება ცოტა ხანში გადაიზრდება ძალიან დიდ უკმაყოფილებაში, მას შემდეგ რაც მიხვდებიან, რომ ეს რაღაცა ცუდი ბიჭის კობახიძის თამაშები კი არ არის, უბრალოდ ეს წესი, ალგორითმი არის ამ ტიპის ტოტალიტარული რეჟიმების ფუნქციონირების, მაგრამ იმავე წიგნებში ისიც წერია, რომ ყოველთვის დრო არ მუშაობს ხოლმე დემოკრატიულად განწყობილი ხალხის ან უკმაყოფილოდ განწყობილი ხალხის სასარგებლოდ, იმიტომ რომ ეს სისტემებიც კითხულობენ ამ წიგნებს, არ ეთყობა ბევრ მათგანს, მაგრამ ვინც ყავთ მრჩევლებთან, ბად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრივ აქვთ გარკვეული ცოდნა დაგროვილი. რომელიც ამბობს, რომ ამ სისტემამ რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს ყველა ის რესურსი, რომელმაც შეიძლება ორგანიზებული ძალა კვებოს არა მარტო ფინანსურად, არამედ სისტემურად, რომელიც შეიძლება გახდეს მამოძრავებელი, მაორგანიზებელი, მაკონსოლიდირებელი ელემენტი. ეს შეიძლება იყოს მედიები, ეს შეიძლება იყოს აქტიური მუშაობა საიმისოდ, რომ ოპოზიცია ვერაფრით ვერ გამონახოს საერთო ენა, თუნდაც რაღაც ერთ სტრატეგიულ შეთანხმებაზე. ეს შეიძლება იყოს დაშინების მეთოდები, რომელიც იმუშავებს ეფექტურად და ხალხის უკმაყოფილებას, ვიხმარ ამ სიტყვას, შედენის ქუჩებიდან, ტროტუარებიდანაც და სოციალური ქსელებიდანაც კი სამზარეულოებში და ზოგიერთი უკვე იქაც გაჩუმდება. აი ამ რაღაცა ნაწილს გადევნის საქართველოსთან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეიძლება რომ იმედიანად ვიყოთ განწყობილი, რომ ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ეს უმრავლესობა ამ ქვეყანაში შენარჩუნდეს როგორც აქტიური კაპიტალი ცვლილებებისთვის. კი, ჩემეც სასახად. ერთი რაც მნიშვნელოვანია და რაც არაზეც არ ხდება ხოლმე ხაზგასმა, ეგ არის ჩემი აზრით ერთ-ერთი ცდარი აღქმა, რომელსაც ადამიანებს ეშინიათ, რომ ხალხი გარბის ქვეყნიდან, წარმოდგენა აქვს იმაზე, რომ მარტო რეჟიმთან დაპირისპირებული ხალხი გარბიან. ეგ არის სული სისულელე. ნებისმიერ შეუძლია გარშემო მოიკითხოს ამ წუთის მდგომარეობით შეიძლება პირიქითაც იყოს კოცები უფრო მეტი, ანუ კოცების ხარდამჭერები უფრო მეტი გარბოდნენ, ვიდრე წინააღმდეგობაში ყოფი ადამიანები. ყველა გარბის. ის რო გარბის, ის უბრალოდ ჩვენ გარშემო ჩვენ ხედავთ მარტო იმ ადამიანებს, ვისთან ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და ეგ აჩენს მაგ აღქმას, რომ თითქოს ადამიანები ვის პერსპექტივას ვერ ხედავს, მარტო ეგ ადამიანები გარბიან და არ არის ეგრე. ერთ-ერთი პრობლემა რეჟიმისთვის, მთავარი პრობლემა შეიძლება ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყოს ის, რომ ამ წუთის მდგომარეობით და უკვე დიდი ხანია ეს ეგზერდება, ამ ქვეყანაში ყველა უბედურია. ყველა უბედურია. ანუ ბედნიერები არც ისინი არ არიან.
გასაგებია რომ იქით არის რაღაცა კონტინგენტი ესეთი რაღაც ხამი, ქაჯი კონტინგენტი, რომელმაც რაღაცა ბევრი ფული იშოვა და ხო და რაღაცა არ ვიცი რაღაცა ევროპის რომელსაც კებაში წავა, რაღაცა გაერთობა, რაღაცა და ამითი იმაშება რაღაცა ბედნიერების განცდას იჩენს, მაგრამ ეგ ყველაფერი ზედაპირული ამბავი. სინამდვილეში ამ ქვეყანაში ამ წუთის გომრებდა ეს დიდი ხანია გზდება, ყველა უბედურია. ადრე იყო ხოლმე რომ რაღაცა მეც მithქვამს რომ რაღაც გაჭირებული და უბედური ადამიანი თუ გინდა ნახო მეტროში უნდა ჩახვიდე და მეტროს ვაგონში იმგზავრებდი ნახო. ეხა აღარ აქვს მნიშვნელობა არც მეტროს არც საზოგადოებრივ ტრანსპორტს ნებისმიერ იმას ქუჩაში ნებისმიერ ადამიანები აღარ არის სამეზობლოში, უბანში, ეზოში არავინ ბედნიერი არ არის, არავინ კმაყოფილი არ არის, ყველა არის დაგრუზული, ყველა არის უბედური და ყველა ელოდება გამოსავალს. მათ შორის სისტემის მსახურები რო არიან, ფორმიანი მსახურებიც კი რო არიან, ისინიც ეგრე არის. მე ხო ხა შეხება მქონია, რავი, დაწყებული, არ ვიცი, მითი ბადრაგი, სხვადასხვანაირი ბადრაგი, სხვადასხვანაირი პოლიცია, ყველასთან მქონია შეხება რა. და ისიც ვიცი რომ ხა მაგ ადამიანებს რაღაცა ის რომ დავალება რომ იცე, დამამტვრევენ თავყბას. მაგრამ მანამ სანამ ეგ დავალება არ აქვს, ესენი ჩოროთ ადამიანები გელაპარაკებიან და არაფერი ყველა ერთ და იგივეს მე მეკითხება ყველა ერთ და იგივეს, რომ როდის გვეშველება და რა გვეშველება. ყველა ფორმიანი ადამიანები და ისინიც მართლა საშუალე არიან. ანუ ყველა მართლა საშუალე არიან. სინამდვილეში ეს ახლა ლილუაშვილი რადგან ახსენებთ მაგას მინდა რომ დაუკავშირო. რასაც ხშირად ვამბობთ რომ ეს არის რაღაცა შიდა ამბავი. მე არ მგონია რომ არის კლანების დაპირისპირება, არის კლანების შიგნი აღარ არსებობს, უბრალოდ ივანიშვილი ასუფთავებს რაღაცებს, მაგრამ ივანიშვილის შემთხვევაშიც რატოღაც საუბარს ვამთავრებთ იმაზე რომ რაღაც ეჭვიანია, ეს ახასიათებდა მართლა ეგრე, ანუ ეჭვიანია მართლა ეგ ახასიათებს დიქტატურებს, ახასიათებს დიქტატორებს ამ სტადიაში არის, მაგრამ რატო ახასიათებთ? იმიტომ ახასიათებთ რომ ხედავენ და ზომავენ და იციან რომ ყველა უბედურია, ხედავენ და ზომავენ და იციან რომ ხალხის უკმაყოფილება სუმზარდია, ხედავენ და იციან რომ მათი მხარდაჭერა თუ რამე არსებობს და კიდევ უფრო ქვემოთ მოდის და ერთადერთი რაც რჩებათ არის ეს კუნთები და ფული რომ ვიღაცები დააფინანსონ ძალაუფლება ესე შეინარჩუნონ და მეორე მხრივ ეჭვები მაგიტო ჩდება იმ ხელა უკმაყოფილებას ხედავენ რომ ფიქრობენ რომ ვიღაცას თუ დაუგროვდა რაღაც საკმარისი რესურსი ჯერ ვიღაცებმა ვერავინ მოახერხა რომ ეს გამოიყენა მაგრამ ამათმა რო ააფეთქონ სიტუაცია შეიძლება გამოიყენონ და მაკედან მოდის მე ეს ეჭვიანობა და მაკედან მოდის ლილუაშვილების და ღარიბაშვილების და ვიღაცების ციხეში და ბევრი არიან ეს არ ჩანს ეხლა მე ხო იქ რო ვიჯექი იქ გაქვს ანუ რაღაცებს რაღაც ინდიკატორები გაქვს რითიც ხვდები იქ რაღაცა სიტუაცია როგორ იცვლება რა მაგალითად ჩემ მე ვიყავი დერეფნის ბოლოში ან ჩემზე შორს მარტო ჩემს ზემოთ იყო სააკაშვილი 20-ში ვიყავდი მის მერე 22 იყო რა დერეფნის ბოლოში მე რო დამიჭირეს ჩემთან მაგალითად ეს ბალანდა საჭმელი ვიცოდი რომელ საათზე მოდიოდა თქვა დილით რომელ საათზე მოდიოდა შუადღეს რომელზე მოდიოდა საღამოს რომელზე მოდიოდა დაჭერები და რაღაცები რომ დაიწყო ქოცების დაჭერას გულისხმობ რა ანუ ვატყობდი რომ ივსებოდა რა ციხე და ჩემთან ბოლოს უკვე რაღაცა 45 წუთით უფრო გიან მოდიოდა და მე რასაც მივხვდი იყო ის რომ ესე ბევრ ხალხს იჭერენ ანუ არ ჩანს უბრალოდ ანუ ვიღაცებს ქვედა დონეზე იჭერენ და რა ვიცი სიტყვაზე ერთი კვირა უზით მე ეს ვიღაცას დაადებს ხეს მე იმას იჭერენ მე ის უზით სანამ აავლენ რაღაცა მინისტრის მოადგილემდე მანამდე არც სუსიატარეს ბრიფინგს და არც გენპროკურატურას ბრიფინგს როცა აავლენ ვიღაცას მაღალჩინოსაზე მე ბრიფინგით გასწოვე მაგრამ სანამ ბრიფინგი იქნება იმის თქვა მინდა რომ გავსებულიყავთ ვიღაცებს იჭერენ და ესენი ვიღაცებს ადებენ ხელს და სანამ აავლენ ზემოთ ეს არის ხო და ეგ ყველაფერი არის იმის გამოძახილი რომ იმათ ჩვენზე კარგად იცის იციან რუსებმა და ივანიშვილმა სინამდვილეში რა რეალობა არის ქვეყანაში რა უკმაყოფილება რა მასშტაბის უკმაყოფილება რამდენად გაბრაზებული ადამიანები ისიც ზუსტად იციან მაგათმა რაც აქედან არ ჩანს ხოლმე რომ ვინც გარბის მარტო ჩვენები არ გარბიან მაგათი ყოფილი მხარდაჭერებიც გარბიან თუ გარბიან იმიტომ ეხა მით უმეტეს ამ დაჭერების და იმის ფონზე ვისად მიადგებიან და რაზე დაიჭერენ კაცმა არ იცის ამიტომ კი მე მაგნაწილში ის რომ ეს მუხტი არსულა და ჩვენ უმრავლესობაში ვარ და ორჯერ მეტი ვართ მინიმუმ ვიდრე იქით დარჩენილი ვიღაცები და იქით დარჩენილი ვიღაცები ვინც არიან იმათში დიდი ნაწილი შიშის გამო არის ხა დარჩენილი და შიშს თუ მოხსნი და ეგეც არ შეიძლება ერთ-ერთი სტრატეგიული ხაზი იყოს ის ხალხი მინიმუმ შუაში გადმოიწევს შეიძლება აქეთ ჩვენს ქუჩაში შეიძლება არ გამოვიდეს საპროტესტოდ მაგრამ შუაში მაინც დადგება როგორც კი შიშს დაძლევ მაგნაწილში მე პრობლემას ვერ ხედავ ეგ არ გონია რაზეც წეღავ ლაპარაკობთ აი საერთო სტრატეგიის შეთანხმება რაღაცები ეგ უფრო მგონია რომ არის გამოწვევა რა მაგას თუ ვახერხებთ მე თავარი მათ შორის აი ეს ერთობის შეკრა მათ შორის ძალების გაერთიანება მაგიტომ მგონია რომ ჩემთვის თავარი გამოწვევა არის შიში აი რომ მაგიტომ დავიწყე რომ მითხარი რომ აი რაც დავინახე ისა რომ ეს შიში უფრო გაძლიერებული არის ჩანს ამ შიშის გაძლიერებას ისინი ცდილობენ მაგრამ რესურსი პრინციპში რა დარჩათ ყველაფერი სცადეს აი მე მგონია მაგაზეც ვიტყვი რა მგონია რომ უკვე მაგ თვალსაზრისით უკვე პიკში არიან იმიტომ ეხლა მაგის შემდეგ რაც დარჩა და რასაც რუსთაველზე ადამიანებს უხსნიდი აი ეს დღეების განმავლობაში არის ეს რომ
ტროტუარის დათმობა უკვე წარმოუდგენელია. ტროტუარის დათმობა ნიშნავს, რომ უკვე სახლში ხარ. ანუ სახლში შეგაგდეს და მიგიყვანეს იქ, რომ სახლში რაც გინდა ისაკეთი არის. როგორც კი ჩვენ სახლში შევალ და ტროტუარზე აღარ დავდგებით, ეგ ნიშნავს, რომ შემდეგი ეტაპი, ანუ სახლში შევალ და რაც გავაკეთებ. უბრალოდ ბუნებრივი მდგომარეობა რა იქნება. თუ მართლა გაგვწიეს სახლამდე, ბუნებრივი მდგომარეობა იქნება, რომ ყველაფერს სადაც რუსთაველზე ვანთხევთ კი არა და რაღაცა უღრით ამ იმას ყველაფერს გადმოვანთხევთ სოციალურ ქსელებში. მთელი პროტესტი გადავა სოციალურ ქსელებში, იქიდაც არის და ვეროთუარესი იქნება და შემდეგ ნაბიჯი ინტერნეტსაც აკრძალავენ. ხო, მაგის თქმა მინდა. რუსეთმა ეს გაიარა და ბელორუსმა ეს გაიარა. ტროტუარის შემდეგ მოდის უკვე სოციალური ქსელები, თუ იმეს გონია რომ დარჩება Facebook-ზე ან YouTube-ზე ან TikTok-ზე ან Instagram-ზე და იქ გააგზავნებს რაღაცას. ვერ ამ ტროტუარზე დგომა და ტროტუარის დაცვა მაგით არის მნიშვნელოვანი, რომ ის თავისუფლება რაც გვაქვს, იქ ის მაინც შევინაჩვენო. კი ბატონო, მაგრამ შიშის გაძლიერების აი ისე სასაცილო ამბავი გონია რომ ამჯერა რომ იქიდან გავწევ. შიშის გაძლიერების ცდილობად არ აღიქვამ თქვენს ორ დღეში დაბარება სასამართლოში ახალ საქმეზე და ხო კი ხო მე როცა დამიჭირეს მათ შორის ბრალო წამიყენეს მაშინაც იქიდან გამოვაგზავნე დავწერე რომ გასაგები ამბავი ჩემ შემთხვევაში მარტო ჩემ მე არ მეხება ოთხის არ მე ეხება ლაკასაც ეხება ვაშაძესაც ეხება ნიკებსაც ეხებათ და ვიღაცებს ვინ შეიძლება ციხეში არ არის გარეთ არის მაგრამ იმათაც ეხება ნელოსაც ეხება მაგალითად ჩემს მამუკასაც ეხება და ბადრისაც ეხება ეგ ამბავი ეხლა ჩვენები მარტივი გზავნილი რომ რავი ან გაჩუმდებით ან ქვეყნა წახვალთ ან თორე და ნუ ციხე გელოდებათ რა და მათ შორის ციხე გელოდებათ არა რაღაცა სიტყვაზე 7 თვე და 1 წელი და რაღაცა ამ 7-დან 15 წლამდე რა და რავი თქვენ გადაწყვიტეთ ეხლა გინათ თორე და 7 და 15 წლამდე მე ხო ვიცი რა განცდა არის, იმიტომ რომ მაგ რაღაცებზე ფიქრობ რა, იქ ხდები პირველი მაგას ფიქრობ ხა. თავიდან რომ დამიჭირეს იქ პირველი დღეები მეტი არაფერზე არ გიფიქრია, რომ ოკეი, 7 თვე გასაგებია, მაგრამ თუ დამიდგა რეალობა 7 თვე კი აღარ არის და 7 წელი არის და 7 წელი კი აღარ არის და 12 წელი და 15 წელი არის, მაგ შემთხვევაში ვიღებ თორე იგივე გადაწყვეტებას, ეგეთ რაღაცებს ხარშავ ეგრევე და თან ძალიან სწრაფად მიდიხარ ერთადერთ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ რავი, თუ ეს გადაწყვიტე, რომ რავი, ამ გზას დაადექი, იქ ლიმიტი არ აქვს, რავი, 15 წელი იქნება, რამდენი წელიც იქნება, სულ უვადო იყოს. ხო, იმიტომ სხვა შემთხვევაში შემთხვევაში სუსტი წერტილი გაქვს. თუ რუსებმა იციან რომ შენ რავი 5 წელზე გატყდები ან 10 წელზე გატყდება 15 წელზე გატყდება მაშინ გადი გარეთ და გაჩუმდი და გაანებე თავი იმიტომ რომ თუ იციან რომ სუსტი წერტილი გაქვს დაგინთავრებენ მანდ რას იპოვიან და მაგ წერტილზე დაგინთავრებენ ამიტომ აზრი არ აქვს რამდენი რაღაც გადახარშა რომ ოკეი რავი იცი რომ 15 წლის მერე რავი საკუთარ რო გამოხვალ იქიდან საკუთარი შვილები შეიძლება ვეღარ იცნო და სხვა უცხო ადამიანების გასწავლა მოგიწევს ხელახლა ფიქრობ ეგეთ რაღაცებზე რა მაგრამ სხვა ეგ ბრძოლა არის ეგეთი ბრძოლა არის სხვანაირი ბრძოლა არ არსებობს ან ხარ ამ ბრძოლაში ან არ ხარ მაშინ უნდა გაჩერდე აი ეგ გზავნი ჩემთვის გასაგები იყო ისე დაწუნებული ლაკასტოს გასაგები იყო და ვაშაძესაც ნებისმიერი ნიკებისთვისაც და ბადრისთვისაც და მამუკასთვისაც რომ მაგას გეუნებია რომ ან გაჩუმდი ან წადი ქვეყნიდან ან თორა და ნუ რავი ეგეთი პერსპექტივა გელოდება ეხლა რაც მითხრეს მათ შორის ეხლა ესე არ დაუმარცვლიათ მაგრამ ეს პასპორტის ჩამორთმევა და გირაოს ჩამოკიდება და პირადობის წართმევაც ნუ მესიჯები რაც მოვისმინე იყო ეგ რომ იმის გამო რომ არ გავჩერდი რომ გამოვედი რაღაცას ბრიფინგი ჩავატარე მაგას მოყვა ეს იმიტომ შეიძლება პარასკევსო გაეკეთებინათ ან შაბათს გაეკეთებინათ ორშაბათდილით გაეკეთებინათ ზუსტად ბრიფინგი იყო 3 საათზე და 2 საათში დაიწყეს ზარები და ატეხეს და პრინციპ პროკურორი მოვიდა სულად მოუმზადებელი იყო იცოდა ერთადერთი რომ გირა უნდა წარედგინა მეტი არაფრის აზზე არ იყო საერთოდ რა ჩემზე ლაპარაკობდა ზოგად რაღაცეებში რომ მე არა ვარ კანონმორჩილი მოქალაქე და თურმე ნასამართლე ვიყოფილი ვარ ორი დღის წინ გამოვედი ციხიდან და ეგ მეტი არაფერი არგუმენტიც არ ქონდა ეხლა გზავნილი არის ეგ რომ თუ დამჭირდა, რატო უნდა ეთქვა საერთოდ ეგ, მაგრამ ეგ მითხრეს, აი ესე მითხრეს, რომ ხო იცი თუ დაგჭირდაო, არ არის პრობლემაო რაც. მოგცემთ რა. რაც ნიშნავს იმას, რომ ხო თუ მივალ და ვეტყვი, რომ ძიო წავედი. დასლამი და ქვეყნიდან. კარგად იყოს ეს ქვეყანა, მიხედავ ყველა თვითვისაც როგორ უნდა საკუთარ თავს, მაგ შემთხვევაში ჩამახუტებენ პასპორტსაც და პირადობასაც და გამიშვებენ. და ხო პროცესს სტრასბურგში თუ წავალ შეხვედრებზე ცხადია რომ არ გამიშვებენ. ხო, ეხლა მე მეჭი მაქვს რომ მე ბევრჯერ მქონია ეგეთი რაღაცები შემთხვევები ცხოვრებაში როცა ხვდები რომ იქიდან მხარე საერთოდ ვერ ხვდება მე რანაირად ფუნქციონირებ და რაღაც ამ ბევრჯერ მქონია ეგეთი რაღაცები ეხლა ეგ განცდა მაქვს რომ ვერ ხვდებიან ჩვენ მარტო ჩემზე არ მაქვს ჩვენ რანაირად ფუნქციონირებთ ამ ჩვენი ტვინი როგორ მუშაობს და გადაწყვეტილებას როგორ ვიღებთ ვერ ხვდებიან სხვაგან არიან შეიძლება ფიქრობენ რას რომ საქართველოში დიდი გარდატეხები მხოლოდ შიდა რესურსების ამუშავების შედეგად ვერ ან ძალიან იშვიათად ხდებოდა. ნუ ყოველ შემთხვევაში საერთაშორისო კონიუნქტურა ყოველთვის მნიშვნელოვანი ან წინაპირობა იყო, ან ხელშემწყობი იყო პროცესების. ისინი ახლა უყურებენ აი ამ დიდ ქაოსს, რომელშიც არის მსოფლიო, ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს და რა იქნება ის წონასწორობის ახალი წერტილი, კაცი შვილმა არ იცის არავინ. ახლაც ახლა ჩვენ უყურებთ პრეზიდენტ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრას და წინასწარ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ რაღაცა კონკრეტული
მიღწეული ვერ იქნება, იმიტომ რომ მანამდე ელაპარაკა პუტინს, ეხა უშაკოვის კომენტარი წავიკითხე მისი თანაშემწის, სადაც ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა უპირობოდ დათმობს დონბასს, დანარჩენი ყველაფერი რეფერენდუმის ჩატარება, არჩევნები, ეგო დროის გასაყვანად მოფიქრებული წინაპირობებია ზელენსკის მხრიდან, რომ გეგმდება თვითონ არ ეთხოვდნენ არჩევნებს და მე ტრამპიც არა იყოლი ეს ირიბად ამაში და ასე შემდეგ. აი ეს გაურკვევლობა მათ უჩენ შეგრძნებას, რომ მათთვის ფანჯარა გახსნილია ავტორიტარიზმის უკვე ტოტალიტარიზმში გადასაყვანად და მერე უკვე ყველაფერი კუნთებზე და ამ კუნთების უზრუნველყოფაზეა, იმიტომ რომ იმასაც პროტეინი ჭირდება, ისე არ არის მარტივად საქმე. კვება ჭირდება, ფული ჭირდება და ეს ფული ამ ქვეყანაში რაც არ უნდა გამდიდრებულებად გვეჩვენებოდეს, ბევრი ცოტა. ასეთი სისტემის შესანახად. აი ამ ფასებზე ატეხილი ამბავი ეგ არის, იმიტომ რომ ხედავენ იქ რაც ამოდის მათ შორის მათ მხარდამჭერებშიც ფასების ზრდა ყველაზე მძიმე დაისახება, ანუ ის სოციალური კონტრაქტიც კი, რომელიც პირობითად არსებობდა მდიდარი ბიზნეს მოსვლის შემთხვევაში მეტნაკლები სოციალური კეთილდღეობის დაღმართია ეს ყველაფერი უსკრულისკენ მიექანება. ჩემ შეკითხვა სხვა ჩამოთვალე გიო, მაგ ყველა მიმართულებით, ერთერთი მაგ მიმართულებით ვერ ხედავ იმათ სადა აქვთ კარტები, როგორც ტრამპს უყარს თქმა, არ მართლა ვერ. მე გეტყვი სადაც აქვს. ფასებზე ჩემი აზრით, ოპონირებას კი არ გიწევ, ჩემს აზრით. მაინტერესებს ამ ფორმულას მაყურებლები, ხო, რომლებიც სხვა შორის გადაცემის მსვლელობის დროს ჩემი და მიშას რეპლიკებს და სოფოსი გამოიხმაურენ უკვე და მხარდაჭერას მადლობა ყველას, რა თქმა უნდა. ამისთვის, ვინც უყურებს ფორმულას, გადის კვირის ფორმულას პრომოს ვეძახით ჩვენ, რომელიც არის ამ გადაცემის შინაარს კონცეფციას გამოსახავს და ყველა ჩვენგანის რეპლიკებია იქ და დღეს ველოდებოდი, უყურებდი რა ჩვენ სხვა გადაცემას და ველოდებოდი ჩემ ჯერ სანამ დროება დაიწყებოდა, გავიდა ეს მორიგი პრომო. ჯერ ერთი ვინც იმ პრომოშია, ყველა დაჭერილები არიან, შენ ხარ ახლა გარეთ და მამუკა ხაზარაძე არის საქართველოში ამ მომენტისთვის არ იმყოფება. დანარჩენები და გახარიაც აქცეული, უცხოეთში ვერ ჩამოდის რბილად რო ვთქვათ, დანარჩენები ციხეში არიან ყველა. და შენი თუ მიგიქცევია ყურადღება, დაიზეპირებდი ალბათ იქ ტელევიზორს ბევრს ვერა. შენი რომელი რეპლიკა ამოღებული, იცი? მე გეტყვი რაც არის, რა, იმიტომ რომ ჩვენც მეც კი არ ვადევნებ ხოლმე ავტომატურად, ხო? შენ ამობ ესეთ ფრაზას. თუ ჩვენი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი და საერთო მიზანი არის ამათი დამარცხება, ეგ მიზანი ერთობის გარეშე ვერ მიგწევს. კი, მახსოვს, გამახსენებ. აი ეს ერთობა. აი რომ მკითხე რომ რის იმედი აქვს, რა კარტი აქვს, ჩემი აზრით აქამდე ეს კარტი მათ მაგიდაზე კი არდებს, მაგრამ ძალიან ეფექტურად манипуლირებენ ოპოზიციის მხარეს არსებულ კარტებში. ეს არის აი ამ ერთობის მიუღწევლობა. კი. ამაზე თუ შეგვიძლია ცოტა მეტი. კი, მოდი იმაზე დავიწყებ, რაც ახსენე. ფასებზე დავიწყოთ. ერთი რაც რასაც აკეთებენ არის ძალიან იაფასიანი, ძალიან ზედაპირული პროპაგანდა. ამ საკუთარ პირველ რიგში საკუთარი ვინ შემორჩათ, საკუთარი მხარდამჭერებიც არ ვიცი მაგ ხალხს ამდენად ქვია, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც რაღაც საკუთარ პაიოგზე ყავთ დასმული და ამითი ინარჩუნებენ, ან ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდე რაღაცა ისეთი ზიზღით და იმით არიან წინა ხელისუფლების მიმართ, რომ რაც არ უნდა მოხდეს ნებისმიერ შემთხვევაში, მაინც მაგათ ხარეს იქნებიან, მაგათ უბრალოდ აჭმევენ ამ რაღაც ძალიან იაფასიან რაღაცებამდე, რაც მოხდა არის ის, რომ ზომავენ ეგენი ძალიან ხშირად, ეხლა ახალი წელი მოდის, ახალი წლებისთვის ადამიანებმა რაღაც დანაზოგები აკეთეს, რომ ამ დანაზოგებით თავში ქონდა წარმოდგენილი, რომ რაღაცა ტიპის საახალწლო სუფრას სახლში გააკეთებდნენ, იმიტომ რომ ისეთი ძალიან მყარად ფესვგადგმული ტრადიცია არის ამ ქვეყანაში. მე ხომ ახსოვს აი ჩემი მშობლებიც კი რაღაცა ძალიანაც რო გიჭირდა და რაღაცა ბოლო თეთრებს იმაშებოდნენ, რომ რაღაცა იგოზინაყი ყოფილიყო და რაღაცა იგზიანი ბადრიჯანი და რაღაცა დედაჩემს ქონდა რაღაც პატარა მენიუსავით მინიმუმი რა უნდა ყოფილიყო და ვალს აიღებდა და მინიმუმს მაინც დადებდა ხოლმე რა მაგიდაზე. ხო და აღმოჩნდა რომ ადამიანები რაღაცები დანაზოგები აკეთეს, მაგრამ ფასები ისე არის გაზდი რომ არ ეყოთ რა. ანუ იმ რაღაცაზე არ ეყოთ და ამან გამოიწვია ადამიანის უკმაყოფილება. ეს ხადი ამათმა გაზომეს, ნახეს და რა უნდა მოასწრო ეხა ანუ ფასების პროპაგანდა უნდა მოასწრო. ხო, ანუ ეს ხო თან თავიდან მომდე სრული იდიოტობა არის და სასაცილო რაზეც ლაპარაკობენ და სხვადასხვა აქედანაც ბევრი სისულები მოვისმინა აქეთა ფლანგიდან, მაგრამ ფასების და არის ამ ქვეყანაში ერთადერთი ინსტიტუტის ბრალი, ეს არის ეროვნული ბანკი.
არ ვიცი ძიება არ სჭირდება რა ეროვნული ბანკი არის ერთადერთი კანონით არის პასუხისმგებელი უწერი ეროვნული ბანკის შესახებ კანონში პირდაპირ წერია რომ პირველი მთავარი ფუნქცია მისი არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა რასაც ვერ აკეთებს ეროვნული ბანკი ვერ აკეთებს ბევრი მიზეზების გამო მათ შორის იმის გამო რომ დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არის იმის გამო რომ ამ რეჟიმის მსახურია და იმის გამო რომ მთავრობას ოსაფული ჭირდება ეს სხვადასხვა გზებით მთავრობას ფულს აწვდის და მაგის გამო იზრდება ფასები ცალკე საკითხი რაზეც ლაპარაკ კარტელული გარიგებები და რაღაცები რაზეც შასით შევიდა ხალხი და დისკუსია დაიწყეს მაგრამ ვის შორის არის ყველა ანუ ვინც არიან ვისაც თუ იმე შეიძლება რაღაცა ტიპის იმაზე მონოპოლია ან რაღაცა კონდეს რაღაცა ტიპის პროდუქტების იმპორტზე იმიტომ ჩვენ ძირითადად შემოტანილი იმას ჭამ ისევ რავი მაგათი ხალხი არიან ხო რავი მე შემომაქ რაღაცა და თქვენ შემომაქ რაღაცა ხო პირობითად ვიზახი ხო მაგრამ თავარი ამბავი არის ისო სინამდვილეში პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი რომელიც ვერ ინარჩუნებს ამ ფასებს ისევ რეჟიმის დამსახურებით, იმიტომ რომ როცა ჭირდებათ ის აძლევს ფულს. მაგრამ იმის გამო რომ მაგაზე მოიგონოს ეს რაღაც ბოდოა, ეხლა რომ გამოძიებას ჩავატარებთ, იქ პაპუაში მაგ კომისიას შევქმნით იმაშიო, პარლამენტში და რაღაცა რომ ადამიანებს ანახონ. ხო, ანუ გადაგორების ამბავი არის. ეხლა ეს დღეები, ახალი წლის დღეები უნდა გადააგორონ, იმით რომ ადამიანებს საახალწოდ გაატანეს განცდა, რომ ვითომ ჩვენი რაღაცა მზრუნველი მთავრობა, აი დაიწყო ბრძოლა და ეხლა თუ ხვალდაზე თუ არა, მე კი არა მაქვს საჭმელი ხალხი. აი სად ახალი წლისთვის ესეთი ფასებს დაარეგულირება. რაღაცას მე რაღაცა იქნება რა, ხო. ეხლა გამიჭირდა, მაგრამ აი თურმე მიხვდენ იმათ, მაგრამ იციან რომ პრობლემა არის. ეგ არის მეტი არაფერი, მაგრამ მაგ მიმართულებით იმის თქვა მინდა რომ მათ კარტები ხელში არ აქვთ, რომ ეგ შეუძლებელია რომ გამოსწორდეს. ანუ ამათ სულ დაჭირდებათ ეროვნული ბანკისგან ფული. მათ შორის დაჭირდებათ რომ ვალები აიღონ და სულ უფრო მაღალ პროცენტში აიღებენ წესებს, იმიტომ რომ რეალობა რომელიც ჩვენ აღმოჩნდით, რომელიც რუსებმა ჩააგდეს საქართველოს ამ წუთის მდგომარეობით და ეგ მარტო რუსეთის გეგმა შეიძლება ყოფილიყო, ისე ჩვენ ვარ ჩიხი. არა ეს ყველაფერი ის რომ რაღაცა აქ დიდარი არაბები ჩამოვლენ და აქ რაღაცა ფულს დახარჯავენ, რაღაცას იყიდიან, ისო ჩინელები რაღაც სტრატეგიული პარტნიორი გავაფრენ და ჩინელები აქ რაღაცაში ფულს ჩადებენ. ეს ყველაფერი არის ბოდოა. ანუ ბოდოა არის, იმიტომ ეს ქვეყანა მანამ იყო საინტერესო გინდა არაბის და გინდა ჩინის, მაგრამ სანამ ეს ქვეყანა მიდიოდა და გეგმაში ქონდა რომ ჩვენ გავხდებით ევროკავშირის წევრი. ყველას გაუხარდება აქეთკენ თუ ევროკავშირის შემოვა აქ. აქეთ ამ ხარეს და ახლოს მეზობლად იქნება ვიდრე ის რომ ზღვით აგზავნეს სადღაც ან თურქეთით აგზავნეს სადღაც შორს. აგერ ევროკავშირი იქნება აგერ გვერდზე და მათი საქონელი ევროკავშირის საზღვარს გადაკვეთავს აგერ აქვე. სადღაც იქ კი არა, აი აქვე ძალიან ახლოს. ეგ მაგ შემთხვევაში გასაგები იყო რატო შეიძლება ვინმე საერთოდ ამ ქვეყანაში ფული ჩადოს, თავი რო დაანებო იმას რომ რაღაცა კორიდორი იყოს და ტვირთებმა აიაროს აზიიდან ევროპისკენ და ეს შემდეგ და ეხლა არაფერი არა ვართ, ანუ ისეთ იზოლაციაში ვართ, არაფერი არა ვართ, ანუ არავის ჩვენ აღარ ვაინტერესებთ. აქმა დასავლეთის მხრიდან საქართველოს სულ უფრო და უფრო არის, რომ ჩვენ როგორც სუვერენული სახელმწიფო აღარ ვარსებოთ. ჩვენ აღარო საკუთარი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა არ აქვს. ვზივართ ამ რუსები გეუბნებიან ესე ქეჩებით ესე, გეუბნებიან ესე არ ხრათ და არ შვებით ეგრე. ანუ არაფერს არ ვაკეთებთ ისეთ რამაც შეიძლება რუსეთი გააღიზიანოს და რასაც ვაკეთებთ ყველაფერი ისაც რაც არის რუსეთის ინტერესებში და ეს გრძელდება წლებია. ანუ ეკონომიკური პრობლემები ამ ქვეყანაში ყველა შემთხვევაში იქნება. მათ შორის ახლა რა ვიღებენ ამ იმას სესხები და რაღაცები რაც შემოდიოდა ინფრასტრუქტურაში ფული იხარჯებოდა. ეგ ხო იყო მსოფლიო ბანკი და იყო ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკი. ჯერ კიდევ დარჩენილი რაც არის აზიისას ვეძახით რომ ეგეც დასავლური ფული ძირითადად ცხადია მანდაც ის არის, მაგრამ იმით გამიდა რომ რატო უნდა დახარჯო აქ მით უმეტეს ამ ზანგეზურის ამბავი ისე ლაგდება რომ მგონია რომ სუნიქის დერეფა. ხო ეგ ინფრასტრუქტურა ის ხო არ არის რაღაც პატარა გზა გავიყვანე ხარ მან ლაპარაკი არის მილიარდები უნდა ჩაიდოს გზაზე, რკინიგზაზე, რაღაც მილსადენებზე, რაღაცებზე ყველაფერი იქით თუ დაიწყებს აწყობას აქეთ მაგას არავინ აღარ გადმოალაგებს ანუ და უბრალოდ გინდა ხარდამჭერი იყავი ოცნების უბრალოდ ობიექტურად რო შეხედო საქართველოს ფული რატო უნდა ჩადო ანუ აქ რა ჩვენ რო ვიყოთ 60 მილიონი გეტყოდეთ რომ იმიტომ უნდა ჩადო რომ ჩვენ ვარ დიდი ბაზარი და აქ თუ ააშენებ რა ვიცი მანქანას თუ გამოუშვებ აქვე ადგილზე გეყოლება ბევრი მყიდველი ან რამე რაც გინდა გამოუშვი რა არა ვარ 3 მილიონი ნახევარი ვარ და ხალხი კიდე გადის აქედან ხო ჩვენ რო ვიყოთ რაღაც მდიდარი ქვეყანა შეიძლება არგუმენტი ხო რომ აქ ფული იმიტომ უნდა ჩადო რომ ჩვენ ბევრი ფული გვაქვს და რაღაცებს ვიყიდით მაგრამ ფულიც არა გვაქვს ანუ ცოტა ვარ და ფული არა გვაქვს ხო? ხო და რატო უნდა ჩადო? მართლა რომ ჩადო. რაღაცა ვიღაცას წერდი იქიდან რომ ისა თუთაშხიაში რომ ეგ ფრაზე ხალხმა იცის მეთქი რომ აი ფუნქცია დავკარგეთო და თუ რაღაცა მაგაზე ჩასაჭერია თქო რომ მართლა ამ ფუნქცია დავკარგეთ ეხლა თვალთა და ხელშუა წაგვართეს ფუნქცია და უბრალოდ გაუგებარი არ აქ რა არის საინტერესო ბუნებას გონია რომ ისეთი ადამიანები ვინც ქვეყნიდან გასული არ არის. თო რა მართლა მაგარი ბუნება გვაქვს რა ძალიან მიყვარს ის თაც გაქვს, ზღვაც გაქვს, ბარიც გაქვს, უდაბნოც გაქვს, ცხელა, წვიმს, თოვს, ყველაფერი გაქვს, მაგრამ რავი არის ქვეყნები სადაც არის ხა თუ რაღაც თოვლის ნახვა თუ გინდა თოვს ნახავ თელი წლის განმავლობაში სადაც გინდა ტბა თუ გინდა ტბასაც ნახავ ლამას და ზღვა თუ გინდა ზღვასაც ნახავ ლამას და ასე შემდეგ. ჩვენს რეგიონში არიან ქვეყნები რომლის მოქალაქეებს ასეთ მარტივი წვდომა იმ შენთვის და ჩემთვის მოსაწონ კიდე სივრცეებთან არ აქვთ ამ გაგებითაც და დაწყებული ირანი და არაბული რამდენიმე მეზობელი
ქვევით მეზობლების გათვალისწინებით, იმათვე შეიძლება ჩვენი ეს ბუნებაც კი წყლის რესურსები განსაკუთრებით ლანდშაფტი, საცხოვრებელი სივრცე გარემო, კლიმატი იყოს მიზიდულობის. შეიძლება დროებით საცხოვრებლადაც ან მუდმივად საცხოვრებლად რაღაცა ნაწილისთვის. მაგრამ მე ამ შემთხვევაში ოპონირებას ამ ნაწილში ვერ მოახერხებ რო დავიწყო. ეს სიდიდე რაღაცების დივერსიფიცირებას მაგ მიმართულებით, მაგრამ ძალიან მცირე მასშტაბის ამბავი, რომ ქვეყნის კომპენსირება მოახდინონ იმის შეუძლებელი გაგებით ქვეყნის ტერიტორიების ერთობისკენ მიდიოდით. მოგეთ მე იმის გამინდა რომ ყველა შემთხვევაში ამ ქვეყანას ექნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და რაღაცა სისტემები ამის უკვე გაჩნდა. კი, მათ შორის აი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორებზეც რა თუ აი დღეს პირობითად ხო შეუძლებელი გონება თუ დაალაგდნენ და გაჩერდა კონფლიქტი უკრაინაში. ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ, ანუ ამ კითხვას რატო არავინ არსოს, მაგრამ ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ? აი თუ გაჩერდა იქ ხო? ორი პრობლემა, ორი სერიოზული მაგას გულისხმობ. ეხლა დაალაგებული ეს როგორ გაივლოდა კვლავ კედელი აღიმართა ხო? კი, ესე ეხლა როგორც არის? კედლის რომელ მხარეს? ეხლა როგორც დაალაგეს რუსებმა, ეგრე როგორ უნდა გადავჭრათ? ორი სერიოზული პრობლემა იქნება. ეხლა ამ წუთის მდგომარეობით რუსეთის ინტერესში არის რომ ეს ქვეყანა იყოს პოლიტიკურ იზოლაციაში, მაგრამ არ იყოს ეკონომიკურ იზოლაციაში. ეკონომიკური იზოლაცია ამ წუთას არ აწყობთ ამ ქვეყნის ერთადერთი მიზეზის გამო თვითონ არიან სანქციების ქვეშ და აწყობთ რომ ჩვენ იყო ჩავიხრელი და აქედან თუნდაც მარტო მანქანების ზიდონ თავდადანება სხვა რაღაცებს. თუ სანქციების მოხსნაზე წავიდა რუსეთთან ლაპარაკი. რუსეთსა ჩვენ ეკონომიკური კავშირიც აღარ ინტერესებს უკვე დასავლეთისკენ და ჩვენ როგორ უნდა გადავრჩეთ? ანუ ჩვენ ვიქნებით რაღაც დაახლოებით აი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონივით, რომელსაც რუსეთის დაჭერილები ყავს და იმის იქითაც რო არ უშვებს. ანუ ჩვენ ვლებად სიღარიბეში არ მოხდება სული. ეგ ერთი პრობლემა. მეორე პრობლემა არის ჩვენი უსაფრთხოების პრობლემა. ანუ ხოცები რო იძახებს შედობა დამყარეთო. როგორ უნდა გადავრჩეთ? ანუ რა გარანტია გვაქვს, რომ რუსები არ ჩაყლაპავენ? რუდისმე ყოფილა საქართველოს ისტორიაში, რაც მას შემდეგ რაც რუსეთი მოადგა კავკასიას, ერთი შემთხვევა მაინც, როცა რუსეთი შეძლო საქართველოს ჩაეყლაპა და არ ჩაყლაპა საქართველოს ერთხელ მაინც ყოფილა, მათ შორის ხელშეკრულებები ჰქონდა დადებული, რომ არ უნდა ჩაეყლაპა და მაინც ყლაპავდა და ეხლა რა უნდა გადაგვაჩინოს? ერთი მეგობარი არ აქვს, ერთი მეგობარი არ აქვს და თავდაცვა აღარ აქვს. ინსტინქტია, ეს ამასაკ ინსტინქტია. ინსტინქტის დონეზეც კი ესე არის, ესე ხდება. კი, მაგის თქმა უნდა, რომ მაგ შემთხვევაშიც კი ეგეც კი რეჟიმისთვის არ არის ხელსაყრელი გარემო, ანუ მაგიტო ვიზახ რომ მან კარტებს ვერ ხედა მეთქან როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, ის რომ ამ ქვეყანას ექნება ეკონომიკური პრობლემები, მგონია რომ გარდაუვალია და ფულის პრობლემა ექებათ, მათ შორის რეჟიმი რაზეც გასის საყრდენები შეინარჩუნონ ნებისმიერ შემთხვევაში, გარედან წრეხი ნებისმიერ შემთხვევაში მგონია რომ გაიზრდება, მათ შორის იმის გამო რომ ეს შიდა წრეხს კიდევ უფრო გაზის და კიდევ უფრო ველური გახდება ეს რეჟიმი, მათ შორის არა მარტო ველუს თავი დაანებე, თვალსაჩინო რაც არის მათ შორის აი ბოლო პერიოდში რაც გამოჩნდა არის ის რომ ეხლა რასაც აკეთებენ თუნდაც საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირების თვალსაზრისით რამდენიმე წლის წინ მაგის გაკეთება შეუძლებელი იყო მაგათვისაც კი მაგის ჩვენება რომ ჩვენ ოქროს ზოდები გვაქვს და მილიონები გვილაგია ფერარით ხო და ფერარი და რაღაც აი მაგის დემონსტრირებას მექნებოდა სერიოზული ბექლეში საზოგადოებისგან რომ რა არის ეს და ეხლა ეგენი მაგას აკეთებენ საჯაროდ ჩეჩნეთში მეტი კი არაფერი არ არის რომ არა ეგერთები ვართ ესე სხორო და ფეხებზე კიდე ხმას ამოიღებ დაგილწავთ თავყბას ეგ არის ჩეჩნეთი ხო მაგის დემონსტრირებას აკეთებენ ეხლა სხვა ეტაპზე არიან თვისობრივად გადასული და მაგის გამო ეგენი მაგას ვეღარ მოატრიალებენ მაგის გამო მგონია დასავლეთი მაგის გამო და ბევრი ეგეთი სიმპტომების გამო დასავლეთისგან მგონია წრეხი გაცებით მეტი იქნება ერთი მის თქმა მინდოდა ამ ტრამპის ამბავზეც რა გასაგებია რომ ტრამპის პოლიტიკა არის გაუგებარი მოდი ესე ვთქვათ ანუ სტრატეგიულ ბუნდოვანებას ეძახიან თვითონ რო კითხულობ რაღაცებს რომ ანუ ვერ გაიგებ რავი რაღაც ანუ სუ ქაოსს ქმნის და მე ამ ქაოსში თითქოს რაღაცებს ალაგებს რა ან თვითონ ალაგებს ან ვიღაც ჭკვიანი ხალხი ყავს რომლებიც ამას ალაგებინებენ ან ვერ ალაგებს მაგრამ მე უაგზრებს მაშინ ამ ქაოსში რაღაცები არის ხარ მაგრამ ის უსაფრთხოების კონცეფცია რაც დადეს იქაც გასაგებია რომ ევროპასთან მიმართებაში ცვლილება არის მაგრამ მან ახალი არაფერი არ არის ანუ ამერიკა ეგეთი ქვეყანა სადაც ეს ციკლურად არის ამერიკა წავა იზოლაციონიზმისკენ იძახის რომ ჩემ თავს უნდა მიხედო ძლიერდება და მე ყოველ ჯერზე პირველი მსოფლიო ომის ისე მოუწია ჩართვა და მაგან დაამთავრა ომი მეორე მსოფლიო ომის ისე მოუწია ჩართვა და მაგან დაამთავრა ომი ყოველ ჯერზე რაღაცა გაძლიერებული ბრუნდება ისე რაღაცა საერთაშორისო იმაზე ასპარეზზე თუ მოედანზე ეხლა ამ ხრივ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება მათ შორისო წავიკითხე მე რაღაც კომენტარებს უსმენდი და მე ველოდი რომ კიდე უფრო რაღაცა რთული რაღაცები ხდება. ეგეთი ტრაგიკულიც იქ არაფერი არ წერია. გასაგებია რომ ჩვენ
გვეჩქარება და გადარჩენის ამბავი გვაქვს, მაგრამ ევროპასთან მიმართებაში რასაც აკეთებს გრძელვადიანად, ეგ ჩვენს გვაწყობს და ევროპასაც აწყობს. ის რომ ევროპამ სისულელეებში ფული არ უნდა ხარჯოს და თავდაცვას და უსაფრთხოებას უნდა მიხედოს, რა ვიცი, ხა თუ უბრალოდ ადეკვატური ადამიანი ხარ, რო უყურებ მართლა რაში ხარჯავენ შე შემთხვევაში ფულს და ამ დროს როგორ ვერ ხედავენ რაღაცა საფრთხეებს, რა ვიცი, ძალიან გასაგები ამბავი, რატო შეიძლება ტრამპი კი არა, ზოგადად ამერიკა რომელიც 80 წელია უსაფრთხოების ქოლგას აძლევს, იქიდან გადმოსახედნა რო შეხედოთ, ძალიან ლოგიკურ რაღაცას ეუბნება, რომ რავი, ღარიბები რო იყო და დაცვა გჭირდებოდეთ, რავი, სანამ იყავით გისავდით და რაღაცა, მაგრამ რავი, ქვეყნებია ეხა ევროპის კონტინენტზე ქვეყნები ხართ, რომლებიც რავი, პერ-კაპიტა ამერიკელებზე მდიდრები ხართ, ხო? და მართლა ეგრეა, რავი, ხა ირლანდიას და შვეიცარიას ამერიკა ვერ შეეძება თავი დაანებე პატარებს, მონაკო, ლიხტენშტაინი იმაზე ლაპარაკი აღარ არის, ლუქსემბურგზე ისინი კიდევ უფრო შორს არიან, მაგრამ ისინი ისეთ ქვეყნებზე ვიზახი, არა პატარებზე, ქვეყნებზე ვიზახი, ევროპისთვის და ჩვენთვის. მაგას ვიზახი და მოკლევადიან პერსპექტივაშიც ის კი არა რომ ხავს ვეჭიდები და რაღაცა, მოკლევადიან პერსპექტივაში მინიმუმ 2 ჩანაწერი არის ისეთი, რომელიც ამათთვის და მგონი არ მაგიტო დაარტყა ბიძინა მე შათირიშვილის პირით. 2 ჩანაწერი რომელიც ამათ არ აწყობთ. ერთი არის ის, რომ ამერიკა არაპირებს რომ დათმოს გლობალური ლიდერის როლი, თავისუფალი სამყაროსი და პირდაპირ წერია იქ რომ რავი ჩვენ ამას გავაგზავნებთ და თითოეულმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს გამოყვებიან თუ არ გამოყვებიანო. რანაც შეიძლება ხა ეგ რუსებს უხაროდეთ. აქ თუმცა რანაც შეუხაროდ ამ ამერიკა მაგას იძახის, რომ კი რაღაცა ეს მე რაღაც ჩემ ნახევარსფეროს უნდა მივხედო, იქ რაღაცა ჩინეთის ზღვაში მაქვს რაღაცა და იქ იმაზე უნდა გადავთო რესურსები, მაგრამ არ ვაპირებ რომ დავთმო გლობალური ლიდერის როლი, როგორც თავისუფალი სამყაროს გლობალური ლიდერი და ყველა ეს წერია პირდაპირ, ვინ ქვეყნებმა ყველა ქვეყანას მოუწევს გადაწყვიტოს, ვინ გამოყვება და ვინ არ გამოყვება. არ გამოყვება ხუთები რასაც ნიშნავს. ძალიან მნიშვნელოვნად მაგის გარდა ასევე წერია ამყარებს შეერთებული შტატების ისტორიულ მისიას არცფლად ეგრეა. იდენტიფიცირება არის ამერიკა ხო არ არის nation state-ი და სახელმწიფო გაშთა რაღაც ეროვნულობის გარშემო. ამერიკა არის იდეის გარშემო. თავისობის იდეის გარშემო. ამერიკამ თუ მაგ იდეაზე უარი თქვა, ამერიკა აღარ არის. დაკარგავს საკუთარ თავს და ეგ ძალიან რთული რაღაცა. კიდე ერთი რაღაცა რაც წერია ასევე, წერია იმაზე რომ გასაგებიაო ხსნიან რატო შეიძლება თანამშრომლობდნენ საუდის არაბეთთან რაღაც ეგ ტიპის ქვეყნებთან, სადაც არ არის ადამიანის უფლებები რაღაცები, მაგრამ ასევე არის ერთია და სადაც წერია რომ ქვეყნებიო, რომელსაც პრეტენზია ექნებათ რომ რაღაცა იქ თავის ადამიანის უფლებები და დემოკრატია და რაღაცაო, ჩვენ იმ ქვეყნებთან გავაგზავნებთ ჩვეულებრივად მაგ რაღაცების ხარდაჭერასო. რაც ასევე ამათ არ აწყობთ. ან როგორც არ უნდა იწვალონ ახლა ამათმა და ეცადო გაყიდონ რომ აქ არის რაღაცა ფესვგადგმული დიქტატურა და რაღაცა არ არის და ვერ იქნება და მაგის რესურსი არ აქვს არც ივანიშვილს და არც რუსებს შეუძლებელია. ანუ მიუხედავად იმისა რომ რაღაცებში გასაგებია რომ ახლა მე სიგიჟე მგონია სრული რაღაც და ტარიფებზე რასაც აკეთებს ტრამპის ადმინისტრაცია და არის რაღაცები რაც მგონია რომ არასწორია, მაგრამ გრძელვადიანად რასაც აკეთებენ ჩვენთვის საბოლოო ჯამში იქნება მაინც სწორი ამბავი და მოგებიანი ამბავი განსაკუთრებით ევროპასთან მიმართებაში რომ ჩვენ საბოლოო ჯამში რო გვინდა ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ, მათ შორის გვინდა ძლიერი ევროკავშირის ნაწილი ვიყოთ და გამოფხიზლებული ევროპა რომელიც რაღაცა სისულელეებში არ ხარჯავს ფულს, იმიტომ რომ რა ვიცი გამდიდრდნენ და აღარ იციან რა აკეთონ და არამედ ხარჯავს თავდაცვაში უსაფრთხოებაში, ჩვენს გვაწყობს საბოლოო ჯამში გრძელვადიანად. ზურა, ერთი კითხვა მიჩნდება აქ ბიძინა ივანიშვილისთვის, ისევე როგორც ისეთი ქვეყნის მმართველისთვის როგორც საქართველოა, რომელსაც დაუწყვეტია რომ ძალაუფლებაში იყოს მუდმივად. ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ერთი უდაოდ არის ბევრი ხალხი ქუჩაში და ივანიშვილი წარსულშიც მხოლოდ ამას უწევდა ანგარიშს, თუ გავიხსენებთ მის 20 ივნისის შემდგომ გაკეთებულ ამის მომტირალი თვალებით განცხადებას და დაპირებას, რომელიც მე ვუყურებ. კი ბატონო, და საერთაშორისო ასე ვთქვათ პოზიცია. ამას უწევს ივანიშვილი ანგარიშს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ მას ფული აქვს დასავლეთში და ამ ფულზე ყველაზე მეტად დარდობს. ახლა რომ შევაჯამოთ დღევანდელი ვითარება, ის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული ადამიანია. მართალია წინა ადმინისტრაციის მხრიდან, მაგრამ ვერ მიაღწია ამ სანქცირების არათუ უკან წაღებას, საერთოდ რამის დალაგებას ახალ ადმინისტრაციასთან. ამ ვითარებაშია მას წამოეწია თემა, რომელზეც თქვენ გქონდათ ბრიფინგი, რომლის მერეც 2 საათში დაგიბარეს სასამართლოში, ეს არის საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების თემა, სადაც ის მიხვდა, რომ ის ორგანოები, რომელსაც ის აკონტროლებს, პროკურატურა, სასამართლო, ამ ყველაფერს ეს საკითხი სდება. ეს არის საერთაშორისო სამართლის თემა, დაცული უფლება ადამიანის, რომელიც კონტროლდება საერთაშორისო მექანიზმებითაც. ამ ვითარებაში მყოფი ივანიშვილისთვის საგარეო ფაქტორზე რომ ვიკითხოთ, მას თქვენ სახსენეთ, რომ დალაგების რესურსის მისი ნაკლებად გჭირათ, მაგრამ აი ეს თემა, რომელიც თავარ მოთხოვნად რჩება დღეს საქართველოს მოქალაქეების, გითხარით რითი მოგწამლეთ და გამოიძიოს საერთაშორისო ინსტიტუტებმა ეს მოწამვლის თემა. ფიქრობთ თუ არა, რომ არის
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს, რომელსაც უფრთხის ივანიშვილი. რეალურად. თავიდან დავიწყებ რითიც კითხვა დაიწყეთ გარე ფაქტორები და შიდა ფაქტორები. ერთი რომ მე არ მჯერა რომ ეგ არის ივანიშვილის ამბავი და მე მაინც ყველაფერს უყურებ და გონია რომ ესე უნდა უყუროთ რუსეთის გადმოსახედიდან პრიზმაში უნდა უყუროთ, იმიტომ რომ მე ოდნავ ეჭვი მეპარება რომ აქ რეალობას დიდი ხანია უკვე რუსები მართავენ და მე არც იმის იმჯერა რომ ამ რეჟიმს სუსტი წერტილი აქვს გარედან თუნდაც სანქციები იყოს ან რაღაცა წნეხი ან შიგნით ქუჩაში გამოსვლა. გასაგებია რომ აღიზიანებთ, გასაგებია რომ პროტესტის მოკლა უნდათ, მაგრამ ეგ არ არის ამ რეჟიმისთვის სუსტი წერტილი. ეგ იყო სუსტი წერტილები სააკაშვილის ხელისუფლებისთვის, სუსტი წერტილი იყო ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისთვის. ივანიშვილის ფაქტორი თლიანად გამოსარიცხია. რუსებმა იციან რომ თუ გარედან თუ აქ ხელისუფლება იქნება სენსიტიური გარედან კრიტიკაზე ან შიგნით პროტესტზე, ეგ არის სუსტი წერტილები, რომელიც შეიძლება გამოიყენო. ამიტომ რუსები მაგას არ უშვებენ აქ. ფეხებზე კიდევ თამათ პროტესტს ცემენ, წიხლავენ, ურეკავენ, გვაგინებენ, გვიჭერენ, აწამებენ ადამიანებს და შემდეგ ეგ ნიშნავს სენსიტიური მაგაზი არ არის. უბრალოდ მართავენ ისეთ დონეზე, რომ ამან კიდევ უფრო ზედმეტი ის არ გამოიწვიოს. გარედანაც სანქციები ცხადია, ტკივად, ივანიშვილსაც ტკივად და ვიღაცებსაც ტკივად, მაგრამ ეგ გარედან კრიტიკადან თუნდაც სანქციებიც არ არის ამბავი, რის გამოც რაღაცა რეჟიმმა შეიძლება იმას ქნას. ჩამოიშალოს მარტო მაგის გამო არ დათმობენ არაფერს მაგის გამო ჩამოშას თავი დავანე მაგის გამო არაფერს არ დათმობენ, იმიტომ რომ არ არიან ესე სენსიტორები დასავლეთთან კრიტიკაზე, ფეხზე კიდე დასავლეთს იქით აგინებენ. რაც ჭირდებათ რუსეთს არის ის, რაც მე წეღან თქვი და რატომაც ცდილობენ. რატომაც ცდილობს ივანიშვილი რაღაცების დალაგებას, ეგ არის ის, რომ პოლიტიკურ იზოლაციას არ მოყვეს ეკონომიკის სრული იზოლაციაც. იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში დღეს რუსეთს რომელიც არის სანქცირებული, ეგ არ აწყობს, იმიტომ რომ ჩვენ გვიყენებენ ჩვენოთ ამ ტერიტორიას როგორც შავხრეს, რომ რაღაცები შეიტანონ. ამიტომ მაგ ნაწილში კონტაქტების აღდგენა და მცდელობა, რომ რაღაცა ტიპის შეინარჩუნონ, არის წმინდად მარტო მაგ შინაარსის, რომ პოლიტიკური იზოლაცია ძალიან კარგია და მიღწეულია უკვე, მეგობარი აღარ დაგვრჩა რეალურად მართლა, როგორც ქვეყანას ამ შემთხვევაში დღევანდელი რეჟიმის პირობებში, თორე ხალხს კი და ეკონომიკური სჭირდება თუ შეინარჩუნონ მაქსიმალურად, ამიტომ აქცენტს მაგაზე აკეთებენ, სულ მათ შორის ტრამპთან და ამერიკასთან ურთიერთობაშიც თუ უყურებთ რასაც ამბობენ, არის სუფთა რუსული ნარატივია, რომ მოდით ახალი ფუძიდან დავიწყოთ, რატო უნდა დავიწყოთ ახალი ფუძიდან, რაღაცები გააფუჭე, როგორც რუსებმა იციან, რომ აფხაზეთი და ცხინვალი აღიარეთ როგორც დამოკიდებული ქვეყნები და დავიწყოთ ახალი ფუძიდან, კაცო, რა პრობლემა. ხო, ნოვიერიალი, ზუსტად მაგას ერთ-ერთი იმეორებენ მაგას. და ძირითადად იქაც ხალხმა აქცენტი რაღაც ამ ეკონომიკურ რაღაცეებზე, რომ ევროკავშირთან რაღაცა კაბელი შავის ზღვიდან თუნდაც ელექტროენერგია გავა, ციფრული ისა რაღაცა. ხო, ხიდეც უზრუნებდა დღის ნიშნები. კი, ეგ არის. რაც შეეხება ქიმიური ამასაც შეეხება. მე მგონია რომ მან პრობლემა აქვს იმ ბრიფინგზეც მე მაშინ იქაც თქვი და შემიძლია ხაც გავიმეორა, მე არ მინდოდა რაღაც იგივე რაღაცები მელაპარაკა, რაც მანამდე კვირების განმავლობაში მესმოდა და თქვი სულ სამი რაღაცა, რომელიც დამაკდა ყურში, როცა თქვენ ეთერებს უყურებდით, იმიტომ რომ სოციალებში შეიძლება რაღაც ითქვა, მაგრამ ჩემამდე იქამდე არ მოსულა რა. ერთი რითიც დავიწყე იყო ის, რომ ასახსნელი მგონია თქო, რომ ამ წყალს ასხავდნენ, მოკლედ უამრავი ადამიანი გაიწუწა რა და ყველა გასხმაში არ იყო ეს ქიმიური ნივთიერება გარეული და მაგის ახსნა მგონია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ უამრავი ასობით ადამიანი თუ არა ათასობით ადამიანი გაიწუწა და იქ ძალიან დიდი ნაწილი შეიძლება ყოფილიყო ისე, რომელსაც არ ქონია არ წვა და არც არანაირი სიმპტომები და ყველა მანქანაში არ იყო ეს ჩასხმა. ან შეიძლება ყველა მანქანაში არ იყო, შეიძლება ყველა გასხმაზე არას არ ურევდნენ და არ ასხავდნენ და ქონდა ტომას სხვათა შორის ერთზანებაში იქ ხმაში ისმის რომ გაზი გააყოლეთ, გაზი გააყოლეთ. შეიძლება მანქანას აქვს საშუალო, მე არ ვიცი რომ დააჭიროს და გარეული გამოასხაზა, შეიძლება დააჭიროს და მარტო წყალი გამოასხაზა. მე მაქვს ჩემი გამოცდება, ანუ იქ კაც BBC-ს იმაში რომ ყვება ყოფილი გედედელი ცესკოსთან მაგალითად, ხო? მე ცესკოსთან ორჯერ გავიწუწებთ რიან და არაფერი საერთოდ. რუსთაველზე პირდაპირ თავისუფლებიდან მომავალმა მანქანამ რომ გავწუწა არაფერი და ჭიჭინაძედან ჩამოსულმა რომ გამწუწა, რავია, 3 დღე გავატარე ჯოჯოხეთში. ყოველ სამჯერ საღამოს რომ მივედი და შხაპი რომ მივიღე საღამო კი არა, დილა იყო განთენი ისას რა რავი, დილის 6 საათი იყო თუ რაღაცა, აი ისე მეწოდა რომ 1 საათი მაკანკალებდა რომ ტკივილი გამეძლო რა. მეორე დღეს რომ არ მეგონა რომ ისე ჩამოვიბანე. დილით რო შევედი და მე ვერ გამოდივა სახიდან შხაპი თუ არ მე დილით რო შევედი, ისევ იგივენაირი 1 საათი გავატარე და შემდეგ დილით კიდე, ანუ მესამე შხაპის მიღებაზე, ანუ ყოველ ჯერზე თბილი წყალი რო ხდებოდა, ფორები ფართოვდებოდა და ის გამხსნელი იყო თუ რა იყო, მე არ ვიცი, რაღაცა ნივთიერება იყო ჩამჯდარი კანში, რომელიც იწოვებოდა და ცეცხლი მეკიდა, ანუ სადაც თან რა იყო, იცი უცნაური, სადაც ტანსაცმეზე მოხდა და ტანსაცმის მერე მოხდა კანზე არსადეგ არ იყო, მაგრამ სადაც პირდაპირ დამესხა ხელი და ეს სახე და ესა, აი შორე ხანძარი იყო რა. სპეციალისტებმა აღწერეს ისე რომ მე ფენას მესამე დღეს რომელიც შეღწევადობას. კი, ფორებს იმაშებოდა და იმაშებოდა. მესამე დღეს დილით საკუთარი თავი დავიჭირო, რომ შხაპში შესვლა მეშინოდა. რომ აღარ მინდოდა იმ ჯოჯოხეთის კიდე ერთხელ გავლა. ხო და
თავარი ამბავი რატომ მინდოდა რომ ეგ თქმულიყო, იმიტომ რომ არ მინდა რომ იმ ადამიანებმა ვინც გაიწუწა და სიმპტომი არ აქვს, იმათმა იფიქრო რომ ვიღაცები გაგიჟდნენ და რაღაცა. მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრჯერ გავიწუწე და ეგ წვა მქონდა მარტო ჭიჭინაძეზე რომ გამწუწეს მარტო მაშინ. სხვა შემთხვევაში არც ერთხელ მე წვა არ მქონია. მათ შორის ხველაც მარტო მაგის მერე დამიტოვა 1 3 4 თვე ვახველებდი, ვიხჭობოდი ისე მეხველებდი. იყო ერთი რაც ითქმა, მეორე ის რაც მინდოდა არის ის რომ ქიმია ვიცი რაღაც დონეზე, მის გარდა იმისა რომ სამედიცინო ბექგრაუნდი მაქვს, ნასწავლი მაქვს რა ქიმია, სკოლაში კარგად ვსწავლობდი, მარტო აი რაღაცას პრაქტიკანტები რომდნენ მე მიძახებდნენ, სულ რომ ამეხსნა, მევასებოდა რა, მათემატიკა მევასებოდა, ქიმია მევასებოდა. ის შეიძლება თუ არა კვალიფიცირდეს რაღაცა ნივთიერება ქიმიურ იარაღად, როგორც გამოიყენოს, როგორც ქიმიური იარაღი, ეგ არ არის დამოკიდებული მარტო ფორმულაზე და მან სიტყვებში არ უნდა მოგვატყუა. რომ აი კამიტი არ იყო და კამიტი თუ არ იყო მორჩა. არა, რაღაცა ნივთიერება შეიძლება კვალიფიცირდეს თუ არა როგორც ქიმიური იარაღის გამოყენება, არის დამოკიდებული ასევე გარდა ფორმულისა, რა ფორმით და რა ინტენსივობით გამოიყენე ეს. ანუ ბენზინი არ არის ქიმიური იარაღი, მაგრამ ვენაში თუ გაგიკეთებ მოკლავ. ბენზინი ადგინდა, რავი, მარილით გავხსნი წყალში და ისეთ მარილ წყალს გაგიკეთებ ვენაში მოკლავ. საერთოდ არ არის იარაღი, რავი, მარილ ფიზიოლოგიურ ხსნას ვენაში ისხამენ. პირიქით. ასევე თაგვის წამალი ადამიანს არ უნდა მაგალი კონცენტრაციით ვენაში გაიკეთო მოკლავ ჩაულებრივად, ხო? ამიტომ ფორმა და ინტენსივობა არის მნიშვნელოვანი და მაგაზე ხაზგასმა და მაგას ვერ გააყალბებენ, სულ გაენადგურებინათ ის კამიტი იყო თუ რაც იყო თუ რაღაცები და რა ვიცი, ყველა ჩანაწერები გაენადგურებინათ, რაც გადაღებულია ვიდეოში არ ჩანს. ეგ პაკეტში იმასთან BBC მაგაზე გააკეთა აქცენტი. პაკეტში იმასთან რასაც ადამიანები ყვებიან და რაც მე მოვყევი მაგათაც ჩემ თავზე, მაგრამ ეგ კომბინაციაში აჩვენებს რომ ფორმა და ინტენსივობა გამოყენების იყო ისეთი რომ უკვე როგორც ქიმიური იარაღის გამოყენება შეიძლება ეგრე კვალიფიცირდეს და აი თავი შემიძლია დავდო რომ ნებისმიერი მაქსფეროს ექსპერტი ვინც ეგეთ რაღაცებს იძიებს მარტო მაგაზე დაყრდნობით იტყვის რომ ეს იყო გამოყენებული როგორც ქიმიური იარაღი. კიდე ერთი მომენტი რა იყო, რაც ხაზი გაუსმე, იყო ის რომ მე რო სახში წავედი და ქურთუკი რო გავიხადე და სადღაც დავაგდე, იმიტომ რომ გამშრალი იყო და მეგონა რო აფედა, უკვე სუნიც აღარ მაწუხდა, გაჟღენთილი ვიყავი მაგითი. ნატა ადგა, სადღაც 2 ოთახის იქიდან გამოვიდა და მოკიდა ჩემ ქურთკულს და გააცნია იმაზე, რომ ყარსო და აყროდა მთელი სახლიო. ეგ ხო როგორ მაგის იქით მაგის დაცვა არ არსებობს, ანუ მე კაც დემონსტრანტი ვიყავი და რაღაც ვაპროტესტებდი და პირობითად და ჩათო მე შეიძლება კანონსაც ვარ ღვევდი და მაგის გამო მომასხი და გამწუწე რაღაც, მაგრამ სახში რომ მატან ამ ქიმიას, სადაც ადამიანები არიან, რომელსაც ბავშვები არიან, მოხუცები. თავი განე ბავშვი ის არის, ადამიანები რომლებიც პროტეზეც არ ყოფილან, კაცო. შეიძლება სახში ოჯახის წევრები ყავს, რომლებიც ქოცები არიან. ხო არა, ადამიანები განი ოჯახია. მატა რაღაცა ქიმიური მით გაჟღენთვის და ვასუნთქებ ოჯახის წევრს, რომელიც არათუ შენი ხარ დამჭერია. რა შუაშია საერთოდ, ხო? ეგ შეუძლებელია დანაშაული არ იყოს. მარტო ეს თავისთავად არის უკვე დანაშაული, რომ რაღაცა ქიმია გამატანი და ვასუნთქებ ვიღაცებს. 5 წუთი რჩება მიშა. ერთ კითხვას დავსვამ. ერთ მნიშვნელოვან კითხვას არ გაეცა და მინდა რომ იმაზე მოვასწროთ, რაც უკავშირდება ოპოზიციის ერთობის აი ერთობის თემაზე მინდა და მე ზუსტად ეს კითხვას და მაგაზე ლაპარაკი, მაგრამ სხვაზე ლაპარაკი არა და ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა. მაშინ აი ესე ჩავხსნი ამ კითხვას რა, იმიტომ რომ ერთობას ყველა სხვადასხვანაირად ხედავს ამ ერთობას. ჩემი აზრით ერთობა ესეთი ფორმა, რომელსაც ადამიანები დაინახავენ და შეამჩნევენ, გამოხატული უნდა იყოს შემდეგ რამეში, ურთიერთთავდაუსხმელობაში. აი ეს იქნება ჩემი აზრით თვალსაჩინო ნათელი ფორმა ერთობისა. ნუ ხედავ თუ არა სივრცეს რომ მე მგონია რომ ის რომ რაღაცა ერთმანეთს დედა არ უნდა ვაგინოთ და რაღაცა ლანძღო არ უნდა იყოს, ეგ მგონია რომ რაღაცა ანაბანა არის. მაგის მიღმა მე პრობლემას ვერ ხედავ. მე არ ვამბობ ურთიერთ ხო, ამაზე არ რაღაც პოლიტიკური ნაბიჯები ყველაფერი მოგწოს ეგრე არის. შეიძლება უხეშათაც რაღაცა თქვა და რაღაცა. მე მგონი რომ მან ისეთი პოლიტიკური თამაში არის წამოსაწყები, სადაც რომელიც მაგას აიტანს. გასაგები იქნება რომ ეს არის რაღაცა ამ თამაშის შიგნით ეგეთი რაღაცა კიდევ ვიღა დედის გინებაზე და რაღაც უშუალო ლანძღვაზე არ მაქვს ლაპარაკი, მაგრამ რაღაცა თუნდაც უხეში კრიტიკა, მაგრამ უნდა აიტანოს ჩემი აზრით და ეგეთი თამაში შესაძლებელია, რომ ეგეთი თამაში შეიქმნას, რომელიც მაგ-იმას გაუძლებს მოკლედ და ატანადი იქნება და პრობლემას არ შექმნის. მაგრამ თავარი არის თავი არის წეგარას თქვი ის რომ საერთო სტრატეგიაზე შევთანხმდით, ანუ მე რო რაღაცას ვაკეთებ, შენ რო რაღაცას აკეთებ, შენ რო რაღაცას აკეთებ, ეს ამ რაღაცას რა შედეგი მოაქვს ადამიანმა რომ დაინახოს. მე მგონი რომ გარი ქუჩაში ხალხის გამოყვანა და თუ ჩვენი ყველა საქმე იქნება და აი რავი მაგანდაც შემიძლია ბავშვები დავიფიცო და დავიგინოთ თავი რომ ჩვენ თუ ყველა ჩვენ გონებას მაგაზე მიმართავთ, როგორ გამოვიყვანოთ და ეგ არის ჩვენი საქმე, რაც ბევრი ხალხი გამოვიყვანოთ ქუჩაში და ვისაც გამოვიყვანოთ, იმასაც ჩავთავთ ამ პროცესში და ისიც მაგითი დაკავდება, რომ იმანაც მე ხალხი და გამოვიყვანოს ქუჩაში, გონია რომ შეუჩერებლები ვიქნებით.
აი ჩვენ მთელი მაგაზე რომ ვიფიქროთ და ინტელექტუალური რესურსი რომ მაგაზე მივართოთ ყველამ რომ ეგ არის ჩვენი საქმე და ამით ვარ დაკავებული რომ მარტო ამას ვაკეთებ, ყველაფერს ასას ვაკეთებ, მიზანი აქვს ეგ. მარტო ის კი არა რომ ვიღაცას თავი მოვაწორო, ის კი არა რომ ეთერში მე ჯერ გამოჩნდი, ის კი არა პოპულარული გავხდე, სობადობა გავიზარდე. მარტო მაგას ვაკეთებ რომ ხალხი უნდა გამოიყვანოთ ქუჩაში, იმიტომ რომ მანდ არის ხსნა. სხვა გზა არ არსებობს. გონია რომ სწრაფი ტემპით შეგვიძლია მან წავიდე წინ. ერთობაზე უბრალოდ კიდე ერთი კომენტარი და დავასრულებ, ვიცი რომ დრო აღარ აქვს რა. ჩემი აზრით აი ბევრჯერ ხდება კითხვა რაღაცას ვეკითხებოდნენ და პასუხი იყო რომ ხო ერთობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ამას კი არ ნიშნავს, ეს იმას კი არ ნიშნავს. ეგ გონია სერიოზული პრობლემა. პასუხი უნდა იყოს ჩემი აზრით ერთადერთი მარტივი რა. რომ დაგეკითხებია რაღაცა ერთობასთან მიმართებაში, ერთობას უჭერთ ხო, პასუხი უნდა იყოს რომ ნებისმიერი ერთობა, რაშიც შეიძლება ეს იყოს გამოხატული, რაც დაგჭირდება გამარჯვებისთვის, ყველაფერზე ვაწერ ხელს. მე მაქვს ეგ დამოკიდებულება. აი რაშიც შეიძლება გამოიხატოს ეს ერთობა, რაშიც იქნება საჭირო რომ გამოიხატოს, ყველაფერზე ვაწერ ხელს. აი თუ მეტყვია რომ რაღაცა ერთობა უნდა გამოიხატოს იმაში, რომ პირობითად ვიტყვი რომ რაღაცა ყველას ერთად უნდა ყავდეს, არ ვიცი, რაღაცა საერთო რაღაცა პრეზიდენტობის კანდიდატი, პრემიერობის კანდიდატი რაღაცა, თუ მე ჩემი პასუხი არის ეს, რომ თუ დავინახე რომ ეგ არის საჭირო, იმიტომ რომ მოვიგოთ, ფეხზე მკიდია. ნებისმიერ ამას მოაწერ ხელს, თუ დავინახე, რაც იქნება საჭირო მოგებისთვის და გამარჯვებისთვის, ყველაფერზე ვაწერ ხელს. ეს არის ჩემი ერთადერთი სწორი პასუხი, რომელიც უნდა გაცეს ყველამ. პოლიტიკოსი იქნება, აქტივისტი იქნება, გამარჯვებისთვის რაც იქნება საჭირო, ნებისმიერ ამაზე ვარ ხელის მომწერი. ჩემი დამოკიდებულება, ჩემი მხარდამჭერების დამოკიდებულება, ახალში მათ შორის ადამიანის დამოკიდებულება არის ეგ. იმიტომ ვისაც გველაპარაკე ხარ, რო გითხრა და მათ შორის მართლა გითხრათ, იმ ადამიანს ვისაც შევხვდი მათ შორის პოლიტიკურიდან, ჯგუფებიდან, ვისგანაც მომისმენია ეგ ამბავი, რომ აი რაღაცა ეს კი ერთობა კი, მაგრამ აი ამას არ გულისხმობს და რაღაცა დაზღვევებს დებენ თითქოს აი რომ მართლა მხარდაჭერა თუ მოისმინა რომ აი ეგეც იგულისხმება მხარდაჭერა გაბრაზდება და დაკარგავს შეიძლება იმანესკნა რაღაცაზე დათქმები ბევრი ერთადერთი სწორი პასუხი არის ეს რომ ყველაფერზე თანახმოა რაც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის თუ დავინახე რომ ეს არის საჭირო გამარჯვებისთვის მაგასაც მოვაწერ ხელს რა ზურა მადლობა ჩემს მეგობრებს უბრალოდ დრო მადლობა თქვენ მე მგონი ცოტა ბევრი გამომივიდა ლაპარაკი არა ბევრი კი არა და პირიქით სიმართლე გითხრათ პირიქით ნაკლოვანების შეგრძნება დაგვრჩა მეც და მაყურებელსაც ვიცი რომ დიდი ინტერესით გისმენდნენ და გიყურებდნენ შემიძლია ორი სიტყვით შევაფასო შენ ინტერვიუ ძალიან აკლდა ჩვენს ეთერსაც და ზოგადად პოლიტიკურ და საჯარო სივრცეს შენი არ ყოფნა და სწორედ ამიტომაც იქცევა რეჟიმი ისე როგორც იქცევა ისე როგორც ყველაზე ვინც იხეშია შენი სხვა ხო ამის თქმა მინდოდა პოლიტიკური ლიდერების და სინდისის პატიმრების თავისუფლება არის უმთავრესი ამოცანა რომელიც რეჟიმის შეცვლაზე შეიძლება გადიოდეს ან მანამდე ისეთ პირობების მიღწევაზე აქეთ ამხარეს ისეთი შეთანხმებების მიღწევასა და მოქმედებაზე რომელიც აიძულებს რეჟიმს გადადგას ეს ნაბიჯები მადლობა უთხრათ მაყურებელს ეს იყო კვირის ფორმულას ამ წლის ბოლო გამოშვება აქვე შეკითხვები პარალელურად შემოდიოდა სად არიან ჩვენი დაარჩენი კოლეგები ვახო და ჩვენთან არიან მაგრამ ეს რაღაც გარკვეული აუცილებელი მნიშვნელოვანი მოვალეობები ქონდათ მოსახდელი, ახლა შეიძლება კითხვა გაჩნდეს ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს, მაგრამ ჩვენც ადამიანები ვართ და ყოველდღე 24 საათიანი სამუშაოს პირობებშიც